მოგესალმებით. წარმოგიდგენთ დღევანდელი დღის განათლების მეცნიერებასა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დღის წესრიგს. მოგიხსენებათ, განსახილველად ჰქონდა 4 საკითხი წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი იყო დაჩქარებული წესით, თუმცა უმრავლესობის გუნდის შიგნით ჰქონდა გარკვეული მსჯელობა წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით და დასაბუთებული წერილობითი მომართვის შესაბამისად ამ საკითხს ამოვიღებთ დღის წესრიგიდან და უკვე სასესიო კვირაში გვექნება კომიტეტზე განხილვა ამ საკითხის. გთხოვთ ამ პირობით უყაროთ კენჭი დღის წესრიგს. დიდი მადლობა. პირველი საკითხი გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილებაში ცვლილების შეტანა და აქ დავაზუსტებ, რომ მოგიხსენებათ ჩვენ წინა კომიტეტის განხილვაზე, როდესაც 3+1 პროცედურაზე გადავედით, კომიტეტის წევრის მხრიდან წინადადება იქნა შემოთავაზებული, რომ 2025 წელს ჩაბარებულ ბაკალავრიატზე, როდესაც ვახსენეთ, რომ 3 წელი მათაც ეხებოდათ, იგივე რომ შეხებოდათ მაგისტრატურის სტუდენტებსაც, თუმცა მიზნობრიობიდან გამომდინარე 2025 წელს ჩაბარებულებს მაშინ წესით უკვე უწევთ ამ წელს დასრულება და ფიზიკურად კურიკულუმების გადაწყობა უმაღლესების მიერ შეუძლებელი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე გაზაფხულზე დავიწყეთ ამაზე მუშაობა, შესაბამისად გთავაზობ წარმოდგენილია შეთავაზება, რომ ეს გადაწეული იქნას 2026 წელს ჩაბარებულ მაგისტრატურის სტუდენტებს 25 წელს შეეხოთ 2 წელის და ბოდიში რომ ესე იგი სიტყვა წაგართვით ბატონო ზვიად, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზვიად გაბისონია. დიდი მადლობა ქალბატონმა მარიამმა ზუსტად განმარტა. საუბარი არის ბოლო ცვლილებების შედეგად პარლამენტის წევრის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც ჩვენ გავითვალისწინეთ ახალი მოდელი, 3-წლიანი მოდელი. მოგეხსენებათ, რომ აქამდე არსებული 4+2 მოდელი ჩვენ შევცვალეთ 3+1+1 მოდელად და შესაბამისად იყო ინიციატივა, რომ 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებზე გავრცელებულიყო 3+1 მოდელი. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დაზუსტებას, რომ ეს გავრცელდეს მხოლოდ ბაკალავრიატის 3-წლიან პროგრამებზე და ის არ გავრცელდეს მაგისტრატურის 2-წლიან პროგრამის 1 წელზე გადაკეთებასთან დაკავშირებით. ამიტომ მაგისტრები, რომლებიც წელს სწავლობენ პირველ კურსზე, განაგრძობენ სწავლას და ჩვეულებრივ 2-წლიან მოდელს დაასრულებენ მომავალ წელს. ეს არ ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, რეფორმის კონცეფციას. ჩვენი მთავარი ამოცანა გახლდათ, რომ ბაკალავრიატის 3-წლიანი მოდელი 2028 წელს მოსულიყო ძირითადი პროგრამები, ეგრეთ წოდებულ სტარტაპ პოზიციაზე და 2028 წლიდან სრულიად მომხდარიყო მოდელის გადაწყობა, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა მედიცინა, მაგალითად, რომელიც იცით, რომ უფრო გრძელვადიანია, აქ ვერ შევკვეცავთ, რა თქმა უნდა. შესაბამისად, აქ ეხება მხოლოდ დაზუსტებას, რომ აღნიშნული ცვლილება ეხება და ვრცელდება მხოლოდ ბაკალავრიატის იმ პროგრამებზე, სადაც სტუდენტებმა 2025 წელს ჩააბარეს. ქალბატონ ლიკას აქვს შეკითხვა? მოგესალმებით, მადლობა ბატონო ზვიად მოხსენებისთვის. რადგან საზოგადოებაში რამდენიმე ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვა დაისვა, ამიტომ მეტი თვალსაჩინოებისთვის მეც მოგაწვდით. პირველი მაინტერესებს როგორ აპირებენ უშუალოდ უნივერსიტეტები, რომ პროგრამების ადაპტაცია მოახდინონ მიმდინარე სასწავლო პროცესის პარალელურად. ასევე მაინტერესებს, როგორ იყო დაცული იმ სტუდენტების ინტერესები, რომლებიც უკვე ჩარიცხულნი არიან და სწავლობენ არსებული პროგრამებით და ზოგადად რო გაგვიმატოთ კონკრეტულად რა მიზნებს ემსახურებოდა ამ კრედიტების ცვლილება ბაკალავრიატში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონ ლიკა. პირველი ადაპტაციასთან დაკავშირებით პრაქტიკულად პრობლემა არ გვაქვს და გეტყვით რატოც. თქვენ იცით, რომ მაშინვე ცვლილებებთან ერთად ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ერთად ყველა უნივერსიტეტს შევხვდით და დეტალურად გავიარეთ ამასთან დაკავშირებით. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EKE არის ძალიან ინტენსიურ კონტაქტზე. არაერთი საკომუნიკაციო შეხვედრა იყო უნივერსიტეტებთან. პრაქტიკულად შეუფერხებლად მიმდინარეობს ამ ეტაპისთვის. თქვენ იცით, რომ გარდა ამ სტუდენტებისა, ამას ჩვენ ვავრცელებთ ყველა არსებულ საგანმანათლებლო
საგანმანათლებლო პროგრამაზე, ანუ 2026 წელს სტუდენტები უნდა იქნან მიღებული 3+1 მოდელზე, ანუ 3 წლიან ბაკალავრიატის ნაწილზე და 1 წლიან მაგისტრატურებზე. აქვე განმარტავთ, რომ არის საგამონაკლისო პროგრამები, რომლებიც მინისტრის ბრძანებით იქნა იცით თქვენ განსაზღვრული, სადაც მისი შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ დავტოვეთ 4 წლიანი პროგრამებიც, რა თქმა უნდა მედიცინაზე 5 წლიანი და 6 წლიანი პროგრამებიც არსებობს. რაც შეეხება მაგისტრატურასაც, აქაც არის გამონაკლისები შინაარსიდან გამომდინარე, გავითვალისწინეთ მეცნიერების და აკადემიური სექტორის რეკომენდაციები და თხოვნა და შესაბამისად ის პროგრამები, სადაც ევროკავშირშიც და მეცნიერულად დასტურდებოდა, რომ 1 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე უფრო ეფექტური სწავლის შედეგებიდან გამომდინარე შეიძლებოდა ყოფილიყო 2 წლიანი ასეთი ტიპის ცვლილებების განვახორციელეთ და ამას ნახავთ მინისტრის ბრძანებაში ეს ასახულია. რაც შეეხება გადაწყობის ნაწილს, თქვენ იცით მთავარი პრინციპი გახლავთ ის, რომ ის უნდა მომხდარიყო ტექნიკურ დეტალებს თუ ვიტყვით, უნდა ყოფილიყო მაინორის და არჩევითი საგნების ხარჯზე, შესაბამისად პრაქტიკულად არც ერთ პროგრამას გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც შინაარსობრივად ჭირდებოდა 2 წელი, ამ ეტაპამდე შეფერხება და პრობლემები არ აქვს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში პრობლემა არ უნდა გქონდეს. რაც შეეხება ინტერესებთან დაკავშირებით, აქ საუბარია მხოლოდ 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებზე, რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის ის ფაქტორი, რომ გარკვეული ტიპის საკანონმდებლო ჩარევა განვახორციელეთ, ოღონდ შეგახსენებთ, რომ ეს იყო პარლამენტის მიერ დამატებით არსებული განმარტება, თავდაპირველ შემოთავაზებაში ჩვენი მხრიდან ეს არ ყოფილა, თუმცა რა თქმა უნდა მხარს უჭერთ ამ ნაწილს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცილებით უფრო ეფექტური იქნება 2028 წელს, რომ ერთიან პოზიციებში მოვიყვანოთ რეფორმის ნაწილი და ერთიანი პრინციპით დავიწყოთ ახალი ათვლა, სადაც მილევადი რეჟიმები პრაქტიკულად იქნება გულისხმობთ იმ პროგრამებზე, რომლებიც 2008 წელს უნდა დასრულდეს, იქნება დასრულებული 2028 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით. აქვე განგიმარტავთ, რომ ზოგადი განათლების რეფორმირების ძირითად თარიღათაც სწორედ ეს თარიღია აღებული და ამ პერიოდში პრაქტიკულად გეგმავთ, რომ რეფორმის მთელი ასე ვთქვათ კონცეფცია იქნას ერთდროულად ამუშავებული. ეს იყო აბსოლუტურად ტექნიკური ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც არა მარტო პარლამენტარების ინიციატივით იყო, რა თქმა უნდა ჩვენ სრულიად მხარს უჭერთ, უბრალოდ დავაზუსტეთ, რომ ის ბავშვები, რომლებიც 2 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდნენ და ეხლა ამთავრებენ, გასაგებია, რომ ჩვენ მის პროგრამის გადაწყობას რა თქმა უნდა შევძლებთ, მაგრამ ამ ნაწილზე პრობლემა თვითონ სტუდენტებს არ შექმნოდათ და შესაბამისად მათი ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ საბაკალავრო 3 წლიან პროგრამაზე ყოფილიყო და არ გავრცელებულიყო მეორე საფეხურზე, ანუ სამაგისტრო პროგრამის საფეხურზე. მადლობა. გიორგისაც აქვს კითხვა. მოგესალმებით, მადლობა წარმოდგენილი ინიციატივისთვის. მაინც რომ დავაზუსტოთ პირველი მოსმენის ფარგლებში, მე დავაყენე ეს ინიციატივა, რომ 2025 წლის ჩარიცხული სტუდენტების ფარგლებში გავრცელებულიყო ეს ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ გადავედით 3+1+1 მოდელზე იმ მომენტისთვისაც დეკემბერში ჩვენ არ შეგვიცვლია დოქტორანტურის ნაწილი და არ იცვლება არც ახლა. რჩება 3 წლიანი ბაკალავრიატის შემთხვევაში რეგულირებადი პროფესიების გარდა ისედაც 2025 წლიდან ვინც ჩაირიცხა არის უკვე 3 წლიანი და რაც აქ ძალიან მნიშვნელოვანია არის რომ 2025 წელს ვინც არის ჩარიცხული ისინი სარგებლობენ გრანტით სხვა შემთხვევაში უკვე მომდევნო წლებიდან რადგანაც პირველი ხელისუფლება ვართ რომელიც უმაღლეს განათლებას ხდის უფასოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყველა პროგრამა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ისედაც უფასო ხდება აქ ჩემი აზრით სწორი იქნება რომ დავაზუსტოთ შეიძლება იგულისხმება ავტომატურად რომ 3+1+1 მოდელზე, ანუ მაგისტრატურის ნაწილში 1+1 მოდელზე გადავდივართ 2026 წლიდან, მაგრამ ზედმეტი ინტერპრეტაციის საშუალება რომ არ მივცეთ ვინმეს და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითაც რომ უფრო სწორად განიმარტოს, ჩემი აზრით აჯობებს რომ დავწეროთ რომ მაგისტრატურის ნაწილში 1+1 მოდელი ინერგება 2026 წლიდან. მე ხო სწორად გავიგე. არ ვცელდება მაგისტრატურა, რაც შევცვალეთ 2025 წლიდან, ანუ ეხლა ვინც დაასრულა მაგისტრატურის პირველი კურსი, გააგრძელებს მაგისტრატურის მეორე კურსს და ჩავწეროთ კონკრეტულად ის წელი, რომლიდანაც მაგისტრატურა გადადის 1+1 მოდელზე. ჩემი აზრით ეს იქნება უკეთესი. მადლობა. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო გიორგი. პირველი საკითხი დავაზუსტებთ და ვადასტურებთ იმას, რომ 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებთან დაკავშირებით საგრანტო პრინციპი მოქმედებს უცვლელად, ანუ დაფინანსების მოდელი, რა თქმა უნდა, არ ეხება უკუქცევით ძალა არ იქნება და შესაბამისად არ ითვლება 2025 წელს ჩარიცხულებს. იმ მოდელით ისწავლიან და დაასრულებენ ისინი უბრალოდ 2029 წლის ნაცვლად დაასრულებენ 2028 წელს საგრანტო პრინციპიდან გამომდინარე, ხოლო 2026 წელს
წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა იქნება სრულად უფასო, როგორც ეს გაცხადებული გვაქვს, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება თქვენს ფორმულირებას, ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, გამორიცხვის მეთოდი არ გაგუკეთებია უბრალოდ, იმიტომ დავაზუსტეთ ბაკალავრიატის რო გამომრიცხავი მოდელი ყოფილიყო მაგისტრატურის ანუ მეორე საფეხურზე, თუ თვლით საჭიროთ რომ ფორმულირებისთვის უკეთესია, შეიძლება გამომრიცხავი წინადადებას დავამატოთ და ვთქვათ, რომ ეს ვრცელდება მხოლოდ ბაკალავრიატის ნაწილზე და ვთქვათ მაგისტრატურის ნაწილებზე ამოქმედება, როგორც იტყვით, აქ ჩვენ თვლით, რომ ეს სულთა ტექნიკური საკითხია. ჩვენ ზუსტად გამორიცხვის მეთოდიდან გამომდინარე, რომ არ ყოფილიყო ნეგატიური ასპექტი ნორმაში, ამიტომ ჩავწერეთ ბაკალავრიატი, რომ ვრცელდება ბაკალავრიატის ნაწილზე და არ ვრცელდება მაგისტრატურაზე. როგორც იტყვით, კი ბატონო. ვფიქრობ, რომ არსებული რედაქცია განმარტავს, თუმცა თუ საჭიროებად მიიჩნევთ, კი ბატონო. შეგვიძლია მეორე მოსმენისთვის. შეგვიძლია მეორე მოსმენაზეც ვიმსჯელოთ. არ არის პრობლემა. ბატონო და ქალბატონი ტატა. რასაკვირველია მივესალმები ასეთ დაზუსტებებს, იმით რომ ნორმატიული აქტი არის ისეთი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელშიც ყველა ჩაწერილი სიტყვა არის სახელმძღვანელო და მივესალმები ამ თანხმობის ფორმას. ეხლა უბრალოდ მინდა აქვე გავაკეთო ერთი განმარტება და სამინისტროდან თანხმობა მიღებული მაქვს პრაქტიკულად ჩემი ინიციატივაზე, რომ 26 წლიდან ჩარიცხულებისათვის მეგულისხმობს სამედიცინო უნივერსიტეტს, რომ უკვე დაფიქრია, უკვე ფიქრობს ხელისუფლება, რომ რეზიდენტურაც გახდეს უფასო. მე მინდა კიდევ ერთხელ ეს საიმედო სიტყვები დამინდასრულოს მინისტრის მოადგილე. ბატონ ზვია, დიდი მადლობა. ბატონ ლადო, დიდი მადლობა. გიდასტურებთ, ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს. თქვენ იცით, რომ ჩვენი რეფორმა უფასო სწავლებასთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის ეხებოდა მხოლოდ პირველ და მეორე საფეხურებს, ანუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებს. დოქტორანტურა თუ გახსოვთ, არც აქამდე არსებულ მოქმედ რედაქციაში არ იყო პირდაპირ გაგებით უფასო. შესაბამისად, უნივერსიტეტების დიდ ნაწილზე არის ფასიანი და საკმაოდ ძვირადღირებული პროგრამები გახლავთ, თუმცა არის უნივერსიტეტები, რომელსაც უფასო პროგრამებიც ჰქონდათ, რაც ძალიან კარგია და პრინციპში ძალიან მოგწონს. რაც შეეხება უფასო სწავლებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ჩვენ გვაქვს სამინისტროს მიღებული დავალება, რომლის მიხედვითაც უნდა ვიმუშაოთ და ვმუშაობთ მესამე საფეხურთან დაკავშირებულ მოდერნიზებულ საკითხზე, გულისხმობ დოქტორანტურაზე. ეს ეხება როგორც შინაარსობრივ ნაწილს, ასევე დაფინანსების ნაწილს და აქვე გულისხმობთ რეზიდენტურის ნაწილსაც, რადგან ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი. თქვენ იცით, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ეს საკითხი დააყენა და თხოვა მთავრობას, რომ იქნებ ამ ნაწილში ყოფილიყო მხარდაჭერა. თქვენ იცით, რომ ძალიან ძვირადღირებულია რეზიდენტურის ნაწილი და პრაქტიკულად უწევთ რეზიდენტურის სტუდენტებს, ასე ვთქვათ, სახლიდან თანხის გადახდა, ანუ ჯიბიდან, მშობლებიდან თანხის გადახდა, რადგან როგორც წესი ისინი არ მუშაობენ და შესაბამისად არის ძალიან დიდი ფინანსური წნეხი. ეს იწვევს ქვეყნიდან გადინებასაც და ეს ამის სტატისტიკაც მოგეხსენებათ, რომ ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტროს გვაქვს. ამიტომ გიდასტურებთ, რომ არის უმნიშვნელოვანი საკითხი, არის რთული საკითხი. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისგან გვაქვს დავალება, რომ ზუსტი გამოთვლები გავაკეთოთ, რამდენად შეუძლია ქვეყანას და ბიუჯეტს დღეს ან ეტაპობრივად ხო არ გავაკეთოთ, ან თქვათ რომელი პერიოდიდან გავაკეთოთ, მაგრამ ეს დავალება ვადასტურებთ, რომ მიღებული გვაქვს და ამ საკითხზე ვმუშაობთ. მადლობა. მოგესალმებით, მადლობა. კი, ჩართული მაქვს. ისმის ხო? მოგესალმებით, დიდი მადლობა წარმოდგენილი კანონ პროექტებისთვის. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ მაინც ჩემს აზრს, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით თქვენს მიერ შემოთავაზებულ რეფორმას ზოგადად და ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. თუმცა აქ დღეს რასაც ვიხილავთ კანონ პროექტს, თქვენ თქვით, რომ დაზუსტება ხდება და მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს არ შეეხებათ ეს ცვლილება. რა დააშავა ბაკალავრის სტუდენტმა? მან ხომ დაუშვათ 1 წლის განმავლობაში უკვე ისწავლა, რატომ ვუცვლით მათ პირობებს? ეს არის ერთი შეკითხვა და ხომ არ შეგვიძლია, რომ აქაც დათმობაზე წავიდეთ და ბაკალავრის სტუდენტებზეც გავავრცელოთ იგივე სახის დაზუსტება. ერთი ეს და ასევე მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და გკითხოთ, ჩვენ გქონდა კომისია გაერთიანებული სხდომა კულტურის კომიტეტთან ერთად, სადაც ჩვენ მოვუსმინეთ კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიის, გალობის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა და მათ შორის ერთ-ერთი იყო მნიშვნელოვანი შემჩნევა ჩემი მხრიდან
და ალბათ საზოგადოებას დამეთანხმება, რომ უმაღლეს სასწავლებლებს წარმოდგენილ და ზემოხსენებულ უმაღლეს სასწავლებლებს უწევთ მუშაობა დაუზუსტებელი ბიუჯეტით. და კონსერვატორიის რექტორმა ფაქტურად ვერ გამცა პასუხი, იმიტომ რომ ჯერო არ ვიცითო, ველოდებითო, მედიით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა და ფაქტი იყო, რომ მან კონკრეტულ შეკითხვებს ვერ გასცა პასუხები და მაინტერესებს თუ დაზუსტდა ბიუჯეტი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს რეფორმა იყო დაჩქარებული, ეს ძალიან ბევრ წინაღობას და პრობლემას შექმნიდა ჩვენს განათლების სისტემაში და ფაქტის სახეზეა მაშინ, როდესაც ვსვავთ შეკითხვებს და ვერ ვიღებთ პასუხებს ამ შეკითხვებზე. ასევე 1 მაისთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, 1 მაისს თქვენ როგორც ვიცი, დაწესებული გქონთ ეს თარიღი, მოდერნიზებული ახალი პროგრამებისთვის უმაღლესი სასწავლებლების მხრიდან წარსადგენად. აი ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს? ასწრებენ თუ არა უმაღლესი სასწავლებლები ამ ყველაფერს და კონკრეტულ ერთ შეკითხვას დაგისვავთ, რადგან უმაღლეს განათლებაზე ვსაუბრობთ. სოხუმის უნივერსიტეტს, როგორც ვიცით, მიენიჭება აგრარული მიმართულების ფუნქციის განხორციელების უფლება, ხო? როგორც ვთქვით. და მათ შორის ტექნიკური უნივერსიტეტისა ეს პროგრამა აგრარული მიმართულების აღარ იქნება ტექნიკურ უნივერსიტეტში და იქნება სოხუმის უნივერსიტეტში. თქვენს მიერ დაგვიანებით გამოქვეყნებულ ცნობარში, რომელიც დაგვიანებით გამოქვეყნდა და ესეც ძალიან დიდი პრობლემა არის აბიტურიენტებისთვის, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ორშაბათს უნდა დაწყებულიყო რეგისტრაცია, პარასკევს საღამოს გამოქვეყნდა ფაქტიურად 2 დღე ქონდა აბიტურიენტებს იმისთვის, რომ ცნობარს გაცნობოდნენ და ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ, სად რა მიმართულებაზე განეხორციელებინათ საკუთარი სწავლის გაგრძელება და ამ ცნობარში წერია აგრარული მიმართულება ისევ ტექნიკურ უნივერსიტეტში. რასთან გვაქვს აქ საქმე? რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ? ანუ აბიტურიენტი ირჩევს ტექნიკურ უნივერსიტეტს და აგრარულ მიმართულებას, სწავლას ისევ ტექნიკურ უნივერსიტეტში განახორციელებს თუ ეს რამე ფოკუსი იქნება თუ როგორ იქნება ეს ყველაფერი, მაინც რო გითხრათ. დიდი მადლობა. კი ბატონო, სანამ უპასუხებთ მოკლე კომენტარი, უბრალოდ სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლები განათლების სიპები არ არის, არის კულტურის სამინისტროს სიპები, შესაბამისად მიმართვა ალბათ იქით უნდა მივმართოთ, თუმცა კი, მესმის, თუმცა მათ პრობლემა რეფორმიდან გამომდინარე შეექმნა და ამიტომ დავაზუსტე მე თორე ნამდვილად. კი, ვიცი. მე ამას კიდე ერთი საკითხი, ანუ 1 წელი არ სწავლობენ ბაკალავრები, მაშინ როდესაც დაანონსდა რეფორმა, ეს იყო ნოემბერი, თუ სწორედ მახსოვს, ახალი დაწყებული იყო სწავლა და უკვე ცვლილებები ჩვენ საგაზაფხულო სესიის პერიოდში მივიღეთ, ანუ 1 სემესტრის თუმცა ჩვენ ნოემბრის ბოლოს მივიღეთ დაფინანსების შესახებ და თებერვლამდე არ მოხდა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, შესაბამისად ბაკალავრს არ ქონია იმის საშუალება, რომ კი ბატონო, დიდი მადლობა, ქალბატონო ტატა, ყველაფერზე გიპასუხებთ, რა თქმა უნდა, თან ესე იგი რიგითობის მიხედვით, რა თქმა უნდა, პირველი საკითხი რეფორმის ნაწილი ის ცვლილება, რაც პარლამენტისგან იყო ინიცირებული გულისხმობ ბაკალავრიატის სამწელზე და მისი დაზუსტების გამოც მოახდინეთ აღნიშნული ცვლილება, გახდა სწორედ ის იდეა, რომლის მიხედვითაც სწავლება, რადგან პირველ კურსთან იყო დაკავშირებული, მისი მოდიფიცირება გაცილებით უფრო ადვილია და შესაბამისად ჩვენი პოლიტიკური ამოცანა გახლავთ, რომ 2028 წლის 1 სექტემბრისთვის თანხმედრაში მოგვეყვანა ბაკალავრიატის მოდელი. იმის გამო, რომ მაგისტრატურის მოდელი არის ძალიან მოკლე პერიოდში არსებული და იმის გამო, რომ ზუსტად იმ ვადებიდან გამომდინარე თებერვალი და ასე შემდეგ, პირველ წელს არსებული მაგისტრატურის პროგრამას თეორიულად ეხლა უნდა მიეღო დიპლომი და მსგავსი ტიპის გადაწყობა, რა თქმა უნდა, ამ ძალიან მოკლე დროში ვერ მოხდებოდა იმის გამო, რომ შინაარსობრივად გვინდა, რომ ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები არ იყოს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბაკალავრიატის მოდელის გადაწყობა მოხდება უმტკივნეულოდ, რადგან ლაპარაკი არის პირველ კურსელებთან დაკავშირებულ საკითხზე, რომლებსაც სწორედ ეხლა დაიწყეს, რამდენიმე თვეა და 1 სემესტრი არის დასრულებული და მეორე სემესტრია დაწყებული, ამიტომ იქ მაინორის არჩევითების და ძირითადი საგნების გადაწყობა გაცილებით ადვილად მოხდებოდა და უმტკივნეულად მოხდებოდა. შესაბამისად, ჩვენ აღვასრულეთ და ვასრულებთ იმ დავალებას, რაც საკანონმდებლო
ხელისუფლება ცვლილების სახით შეგვიტანა ეს ერთი საკითხი. მეორე, რაც შეეხება ვადასტურებთ, რა თქმა უნდა, რომ კულტურის სამინისტროს შემადგენლობაშია შემოქმედებითი მიმართულების უნივერსიტეტები, თუმცა დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რამდენიმე აქამდე მუშაობდა, მათ შორის მსოფლიო ბანკი მუშაობდა ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წელია და ეს მოდელი არ არის ძალიან ახალი, თუმცა რა თქმა უნდა, მოდერნიზება მოითხოვა რეფორმიდან გამომდინარე, ამიტომ უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება საშუალება, რომ დაფინანსების მოდელი წარვადგინოთ. ვადაში არაფერი პრობლემას არ წარმოადგენს. თქვენ იცით, რომ ეს მოდელი უნდა ჩაერთოს 2026 წლის 1 სექტემბრიდან, შესაბამისად, გარწმუნებთ, რომ ამ ნაწილში არანაირი დამატებით შეფერხება არ არის, უბრალოდ არ გვინდა, რომ ეს იყოს დაუმუშავებელი, ან კონდეს გარკვეული ტიპის ხარვეზები, დაფინანსება არის ყველაზე რთული მოდელი, მოგეხსენებათ, რადგან ის შეიცავს არა მარტო აკადემიური სექტორის ანაზღაურების ნაწილს, ის მოიცავს სტუდენტის თვითღირებულების განსაზღვრას, პროგრამების დადარებას, პროგრამის ღირებულების განსაზღვრას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ გარწმუნებთ, რომ ამ ნაწილში უახლოეს პერიოდში მთავრობა შესაბამისი დაზუსტებული ხედვა ექნება დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით და ვადებში არანაირი შეფერხება ამ ნაწილთან დაკავშირებით არ იქნება. 1 მაისს რაც შეეხება ქალბატონ დატა, ეს არ არის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა. ჩვენ უნივერსიტეტებთან როცა გქონდა შეხვედრა, რომელსაც რა თქმა უნდა მეც ვესწრებოდი როგორც კურატორი მოადგილე გულისხმობ უმაღლესების მიმართულებით, ჩვენ გქონდა დისკუსია ამასთან დაკავშირებით და ეს არის თავად უნივერსიტეტების მიერ ოპტიმალური ვადა განსაზღვრული, რა ვადასიც შეძლებდა ამის მიღწევადობას. თეორიულად თუ მისი მიღწევადობა იქნება შეუძლებელი და საჭირო იქნება გარკვეული ტიპის კორექტირება, მთავარია რომ თავარ ასე ვთქვათ ვადებს არ ავწდეთ. ამ ნაწილში გარწმუნებთ, რომ არანაირი დამატებითი პრობლემები ამ მიმართულებით არ იქნება. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც მოგვეწოდება ხარისხის განვითარების სამსახურის, რომელიც მუშაობს ინტენსიურად, ამ ეტაპისთვის არანაირი დამატებითი შეფერხებები არ გვაქვს, გარკვეული ტიპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით, დარგობრივ მახასიათებლებთან დაკავშირებით, მაგალითად სამართალზე და ამ შემდეგ, რომლის კლასტერებიც გვიწევს, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და ფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც ივნისში გვექნება შესაბამისი შედეგები. ამიტომ 1 მაისი ავიღოთ ფორმალურ მომენტად, თუმცა ვფიქრობთ, რომ დიდი ნაწილი იქნება შესაბამისი გადაწყობის ნაწილში და შეძლებენ თუ საჭირო გახდა ამ ვადას დამატებით განსაზღვროთ, იმიტომ რომ ეს ვადა არ არის ნორმატიულ ბაზაზე დადგენილი ვადა, ეს არის მხოლოდ მათთან ერთად შეთანხმებული ვადა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს რაც შეეხება, პირველი მინდა დავაზუსტო, რომ არანაირი სახელწოდების ცვლილება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იყო ხოლმე ამაზე რაღაც პროვოკაციული განცხადებები, რომ თითქოს აგრარულ უნივერსიტეტს ვარქმევთ და ასე შემდეგ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტად და არავინ ამ ნაწილში არ შეეხება. მე მქონდა მათთან უშუალო შეხვედრა და არაერთი დისკუსია. ყველა ის მიმართულება, რომელიც მილევად რეჟიმში გადავა, ყველა ის აკადემიური პერსონალი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და გადაინაცვლებს კვლევითი მიმართულებით, ანუ ჩვენი თხოვნა მათთამი, რომ არა მარტო მათი ანაზღაურების დატოვებით, არამედ 1 სექტემბრიდან ჩვენ გვაქვს მთავრობისგან დავალება, რომ 30%-ით გავზარდოთ მათი ანაზღაურება, რადგან სამწუხაროდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკმაოდ დაბალი ანაზღაურება აქვს, ყოველთვიური ანაზღაურებას გულისხმობ, ისევე როგორც რეგიონულ უნივერსიტეტებსაც ბატონო გიორგი და ესეც ვიღებთ ამ შენიშვნასაც, რა თქმა უნდა. ამ ნაწილში მოკლედ გულწრფელად გეტყვით, რომ არ მგონია, რომ დიდი პრობლემები იყოს, თუმცა არის განსხვავებული აზრებიც, რა თქმა უნდა და მე მქონდა პროფესორებთან შეხვედრა, არიან პროფესორები, რომლებიც თვლიან, რომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იყოს იურიდიული ფაკულტეტი, იყოს ეკონომიკის ფაკულტეტი, იყოს საერთაშორისო ურთიერთობები, იყოს ისტორიის მიმართულება და ასე შემდეგ. ისტორიის მიმართულებას ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად უყურებთ კვლევითი კომპონენტის მიმართულებით, იმიტომ რომ მათ აქვთ უნიკალური შანსი, რომ აფხაზეთის ისტორიის მიმართულებით კონკრეტულად მიზანმიმართულად მუშაობენ და ჩვენ მე იქ ნათლად ვთქვი და ვადასტურებთ სამინისტროს სახელით ვამბობ ამას, რა თქმა უნდა, რომ მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით დაფინანსება კიდევ უფრო გავზარდოთ, გულისხმობ აფხაზეთის ისტორიის მიმართულებით, იმიტომ რომ გამოწვევა გვაქვს ძალიან დიდი. თქვენ იცით, რომ ჩვენი მეზობელი, რომელიც ინტენსიურად აფინანსებს ყალბისტორიულ დოკუმენტებს, ყალბისტორიულ წიგნებს და ასე შემდეგ, მათთან ძალიან რთულია ფინანსური დაპირისპირება, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ნაწილში. რაც შეეხება აგრარულ მიმართულებას, ქალბატონ დატა ვადასტურებთ. საფუძველსაც ვიტყვით, ეს არაერთხელ ვთქვით და პრემიერ-მინისტრს თქვა, ამიტომ თამამად შეგვიძლია ჩვენც სამინისტროს სახელით ვთქვათ, რომ იდეა გახდა შემდეგი სახელმწიფომ, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ის არის აგრარული მიმართულების ქვეყანა, სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი დაკარგა. რეალურად აგრარული უნივერსიტეტი საქართველოს არ აქვს.
ამაზე მე მგონი ვთანხმდებით, ეს პირველი. მეორე, გადაინაცვლა კერძო სექტორში შესაბამისად ის მიმართულებები, რომელიც სახელმწიფო სჭირდება, რომ სოფლის მეურნეობის პოლიტიკიდან გამომდინარე განავითაროს, იქნება ასევე გარემოს დაცვითი ზოლიც, რომელზეც მოგვიანებით გეტყვით, სამწუხაროდ ეს არ აქვს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამითი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაგვეძლიერებინა და არ დაგვესუსტებინა. პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, თქვენ იცით, რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი გულისხმობს კონკრეტულ სექტორში კონკრეტული დარგების დატოვებას და აქ ჩვენ ყველაზე რთული ამოცანა იყო სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიზიკურად ის არის თბილისში, სტუდენტების დიდი ნაწილი, ქალბატონ ტატა, რომელიც გადმოდის ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, სტუდენტების დიდი ნაწილი, რომელიც გადმოდის ფაქტობრივი აფხაზეთის ტერიტორიიდან უნდა გითხრათ, რომ სწავლობენ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამის სტატისტიკა არსებობს, რა თქმა უნდა, სწავლობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საკმაოდ ცოტა რაოდენობა, მაგალითად 17 სტუდენტია შარშან სულ ჩარიცხული ამ სტატუსის და ამ მიმართულების მქონე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, უბრალოდ ობიექტურ მდგომარეობას ასახავს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მიმართულებით გაგვეძლიერებინა და სწორედ ის მიმართულება, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტს აკლდა, აგრარული მიმართულება გაგვეძლიერებინა და გადაგვეტანა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთქვეშ. როგორ ვაკეთებთ ამას? თქვენი კითხვიდან პასუხად, რა თქმა უნდა ვადასტურებთ, რომ პროგრამა თუ აკრედიტებული არ არის, ის არ შეიძლება მოხდეს ბადეში. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის აგრარული მიმართულების ყველა პროგრამა აკრედიტებულია, ვადიან აკრედიტაციაშია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქუთქვეშ. შესაბამისად, ჩვენ ამ პროგრამებს არ ვეხებით, მილევად რეჟიმში გააგრძელებენ და გააგრძელებენ მანამ სანამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება შესაბამისი პროგრამები აკრედიტებული. აკრედიტაციის პროცესი იცით, რომ ვადაში საკმაოდ დიდ ხანს მოიცავს. ჩვენ არ ვაპირებთ მის რაღაც ხელოვნური ტიპით დაჩქარებას, რადგან გვინდა რომ იყოს მაღალხარისხიანი აგრარული პროგრამები და არ იყოს ფორმალური პროგრამები. სხვათა შორის ასეთი პროგრამები სამწუხაროდ ბევრი გვაქვს. აგრარულ სარეხებას ზოგადად გულისხმობთ, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისთვის შექმნილი პროგრამებია და ხშირად პროფესორების რაოდენობა 5 ჯერ უფრო მეტია იმ პროგრამაზე, ვიდრე თავად სტუდენტის რაოდენობა. ამიტომ ამასაც ძალიან ისეთ კონკრეტულად უყურებთ. სტატისტიკა შეგიძლიათ რომ ნახოთ. ამიტომ საათობრივი დატვირთვის გაზრდიდან გამომდინარე, ანუ პროფესორებს თქვენ იცით, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩვენი რეფორმა ამასაც ეხება და ამასაც დაარეგულირებს. ამიტომ გულწრფელად რომ გითხრათ, ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი ამოცანების გადაჭრა შეუძლია სახელმწიფოს თუ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთქვეშ ჩვენ მოვაქცევთ როგორც აგრარული მიმართულების და თქვენ იცით, რომ ხელა მიმართულებაა, აქ არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებები, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები. აგრარულ მიმართულებებს ჩვენ რეგიონულ უნივერსიტეტებსაც პროგრამების სახით ყველას უტოვებთ, რა თქმა უნდა და არა მარტო უტოვებთ, ვისაც არა აქვთ, ვასტიმულირებთ, რომ შეიქმნას. რუსთაველის სამეცნიერო ფონდის, რომელსაც პარლამენტარები ესწრებოდი, ჩვენ წარვადგინეთ სულ ცოტა ხნის წინ ახალი საგრანტო პროექტები, სადაც სპეციალურად გავაკეთეთ კონცენტრირება რეგიონული უნივერსიტეტების მხარდაჭერაზე და სპეციალურად დავაფინანსებთ იმ პროგრამებს, რომლებიც აგრარული მიმართულებით პრიორიტეტულად იქნება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდება მობილიზება აგრარული მიმართულებებისა, ინფრასტრუქტურის ნაწილში ჩვენ გაუზიარებთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ბაზას, რომელიც სახელმწიფოსია მოგეხსენებათ. ოღონდ ჩვენ არავის წართმევას არ ვაპირებთ, ესეც არასწორი ინფორმაციაა, რა თქმა უნდა, გაზიარებას ვგეგმავთ და დროა საქართველოს სამეცნიერო ინფრასტრუქტურაში მივეჩვიოთ გაზიარების საკითხს და არა წართმევა გადაცემის ნაწილს, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა და აღარ გავაგრძელებთ, იცით თქვენ რასაც გულისხმობთ. ამიტომ გაზიარების ნაწილს ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა მათი სწავლის კომპონენტებიდან გამომდინარე და კვლევის ნაწილში გაუზიაროს ეს ინფრასტრუქტურა, როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ნებისმიერ იმ უნივერსიტეტს, ვისაც ეს კვლევითი ბაზა დაჭირდება, ლაბორატორიებს გულისხმობ, რომელიც თბილისში არსებობს. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი აკრედიტაციები, ანუ გულისხმობთ არა გადატანას პროგრამების, არამედ ახალი სააკრედიტაციო განაცხადების შეტანას, ანუ ახალი პროგრამების შექმნას. აქაც ჰქონდა საუბარი იმისათვის, რომ სტუდენტების ინტერესები დაგვეძლო
მოგეცვა და არ მომხდარიყო ის რომ თქვა სტუდენტს ეთქვა რომ ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომი გვინდა მივიღოთ გახსოვთ ამის სპეკულაციებიც იყო და არა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი ბატონო ეს სავსებით მისაღებია ამიტომ ყველა ის სტუდენტი ხაზგასმით ვამბობთ რომელიც დღეს სწავლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე და ამ მიმართულებებზე მიიღებს და დაასრულებს აგრარული მიმართულების ფაკულტეტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომს რაც შეეხება ახალ პროგრამებს მხოლოდ მას შემდეგ ალბათად რაც მოხდება აკრედიტაციები იმ ვადების დაცვით რა ვადების კანონმდებლობით დადგენილია არსებული რეალობიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას ახალ მისაღებ კონტინგენტთან დაკავშირებით აქ შეიძლება იყოს ვარიანტი პირველი კურსი სტანდარტულად იქნას მიღებული და 3 წლიან პოზიციონირებაზე დაასრულონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ან სამომავლოდ ისარგებლონ მობილობით რაც კანონმდებლობა იქნება იმ ეტაპისთვის იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოვახდენთ მსგავსი ტიპის აკრედიტაციებს ვადებში და მათ შეიძლება მოდიფიცირება მოვახდინოთ, რასაც კანონი გაგვიშვებს, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში შეიძლება მოდიფიცირებაზეც ვფიქროთ, ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს მტკივნეული ნაწილი არ არის, რადგან ჯერ ველოდებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ იმ პროგრამების აკრედიტაციის პროცესის დასრულებას, რასაც ისინი თვლიან, რომ მნიშვნელოვანია ამ ეტაპისთვის. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, რაც მომაწოდეს, არის ის, რომ ყველა პროგრამის ავტომატური გადატანა, ან ვთქვათ, ახალი პროგრამების გაჩენა არ ხდება. პლუს ამას გეტყვით, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამატებს იმ პროგრამებს, რომლებიც ტექნიკურ უნივერსიტეტში არ ქონდათ, დრონების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით აგრარული მიმართულებაში გამოყენებასთან და ასე შემდეგ, რაც მახსოვს უბრალოდ იმას ვამბობ. ასევე მოგეხსენებათ, რომ სამაგისტრო პროგრამებია განსავითარებელი ამ ნაწილში, ამიტომ მას შემდეგ, რაც ეს პროცესები დასრულდება, უფრო მეტად შემეძლება დეტალურად გითხრათ, ის კონტინგენტი, რომელიც 2026 წელს უნდა ჩააბაროს და დაიწყონ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყებს და შემდეგ სამომავლოდ ისარგებლებს მობილობით, თუ დაასრულებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მილევად რეჟიმში წლევანდელებიც და სამომავლოდ თქვათ აღარ გადაინაცვლებენ და 27 წლის ნაკადი იქნება სოხუმის სახელმწიფო, თუ 2026 წლის ნაკადი სოხუმში დაიწყებს და დაასრულებს და ესენი ისარგებლებენ ძალიან ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული, მაგალითად ის პროგრამა, რომელიც არ იქნება მისი ანალოგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენ ხო ფიზიკურად მობილობით ვერ გავაკეთებთ, ამიტომ მოუწევს რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ისარგებლოს. ამიტომ ძალიან ბევრი დეტალია და აქედან გამომდინარე ამაზე უბრალოდ ესეთი ტიპის დამატებით განცხადებებს ვერ ვაკეთებთ. მე მგონი ყველაფერზე გიპასუხეთ. კი, ყველაფერზე. ასევე ბარემ დავამატებ, რომ გარდა აგრარული მიმართულებისა, სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება საშუალება ეკოლოგიის და გარემოს დაცვითი მიმართულებების პროგრამები ძალიან აქტიურად განავითაროს, რაც შეავსებს აგრარულ მიმართულებას და ვფიქრობთ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უახლოეს წლებში ძალიან საამაყო უნივერსიტეტი გახდება თავისი მოცულობით, შესაძლებლობებით და პროგრამების რაოდენობით. ისმის ხო? კი ბატონო, გასაგებია, უბრალოდ მაინც დავაზუსტებ, რომ კონკრეტულად მე ვიცოდე, წელს აბიტურიენტი, რომელიც ჩაწერს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მიმართულებას. სექტემბერში აგრარული მიმართულებით ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლის? კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ესე იგი, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი ანალოგიური პროგრამა ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპის გასათვალისწინებულია მოგეხსენებათ, ხო? მოახდენს აკრედიტაციას და ვადებში შეიძლება მას რომ მიიღოს ყველა ის და კორექტირება მოხდეს შესაბამის ანკეტა კითხვარებში, თუ ამის საკანონმდებლო შესაძლებლობა იქნება, შესაძლებელი გახდება რომ მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღოს, ისე რომ სწავლა არ იქნება დაწყებული. თუ ამის საშუალება კანონმდებლობით და რეალური პრაქტიკით, მაგალითად ვერ მოასწრო შესაბამისმა ან არ წარადგინა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ის აგრარული მიმართულების პროგრამა, რომელიც ამ წუთას აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტს გამოცხადებული და უბრალოდ ის არ აქვს. რა თქმა უნდა, იმას არავინ არაფერს არ შეეხება. ჩვენი мотиваცია რეფორმიდან გამომდინარე ვადასტურებთ იმას, რომ რა თქმა უნდა არის, რომ რაც უფრო სწრაფად მოვახდენთ გადაწყობას რეფორმის ფარგლებში სპეციალიზაციის მიმართულებით ის, რაც კანონმდებლობით და მთავრობის მიერ გაცხადებული პოლიტიკით დაგეგმილია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ რა თქმა უნდა, ამით ვერ დავაზარალებთ სტუდენტებს. შესაბამისად, თუ ამის საშუალება არ იქნება, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვიზავთ ძალიანაც რომ გვინდოდეს, ხო? ამიტომ ძალიან ბევრ პარამეტრზეა დამოკიდებული, მე მგონი ძალიან ათლად ვამბობთ, დამოკიდებული არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიურობაზე. შეძლებენ თუ არა აკრედიტაციების გაკეთებას, თუ ვერ შეძლებენ, ვერ შეძლებენ.
კითხვები არის ბატონ გიორგი სოსიაშვილი, უბრალოდ პატარა კომენტარი, აგრარული უნივერსიტეტი კი არ უბრალოდ პრივატის და აგრარული უნივერსიტეტის სახელმწიფოს და გასათვალისწინებელია, რომ აგრარულ ქვეყანაში მოხდა წართმევა და სულ მცირე მხოლოდ ბიოტექნოლოგიურ შტამებს რო შევხედოთ, როგორ მოიპარეს და გაიტანეს ქვეყნიდან, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დამოკიდებულებას, რაც არა მხოლოდ უმაღლეს განათლებასთან, არამედ სამეცნიერო პოტენციალის განვითარებასთან და ქვეყანასთან მიმართებაში იყო. და მე მიხარია, რომ ეს პროცესი ბრუნდება და ჩვენ უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს და სექტორის სწორი განვითარება. ამიტომ ამ გადასვლის პერიოდს კომიტეტი ძალიან აქტიურად დააკვირდება და იმედი მაქვს, რომ და ჩვენც იმედია, რომ საქმის კურსში ვიქნებით ყველა მიმდინარე პროცესთან, რომ ერთი რომ მომტკინეულად მოხდეს და მოხდეს ამ სექტორის განვითარებისთვის და მათ შორის უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესების დაცვა. ასევე პატარა კომენტარი დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით იყო და მიუხედავად იმისა, რომ სხვა უწყების ციპები არის, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებულები იყვნენ და ბატონ ზვიად გთხოვთ, რომ ამასთან დაკავშირებით ყველა სხვა უწყების უმაღლეს სასწავლებლებსაც კონდეთ გარკვეული თანმიმდევრული, ასე ვთქვათ, ან შეხვედრა შეიძლება და ჩვენც დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით, უბრალოდ მოხდეს უფრო ინტენსიური კომუნიკაცია ამ უმაღლესებთანაც, არაუშუალოდ თქვენ სიპებთან, ამ რეფორმის მიმდინარე პროცესთან ერთად დაფინანსების მოდელის შესახებ. გიდასტურებთ, რა თქმა უნდა, როგორც აქამდე მუშაობდით უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, თქვენ იცით, რომ პირველ ფაზაშიც, როდესაც ინსტიტუციური გადაწყობის საკითხი იყო და პროგრამების დაზუსტება ხდებოდა, ჩვენ მქონდა ინტენსიური შეხვედრები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნივერსიტეტებთან, რადგან რეფორმის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ მათ ეხებათ და ასე გავაპირებთ გაგრძელებას, ერთადერთი რაზეც დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტს ვიხილავთ დეტალების დონეზე, რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც დავაზუსტებთ იქნება შესაბამისი კომუნიკაცია, არა უბრალოდ კომუნიკაცია, არამედ რა თქმა უნდა, შესაძლებელია ფართო განხილვებიც მოვაწყოთ, შესაძლებელია რა ფორმატითაც იტყვით, ამის პრობლემა არასოდეს არ ყოფილა ჩვენი აზრით. ბატონ გიორგი. მოგესალმებით კოლეგებო, ბატონო ზვიად მოგესალმებით. ვიდრე შეკითხვაზე გადავალ ორიოდე სიტყვა მინდა თქვა, კიდევ ერთხელ თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ რეფორმას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხვალინდელი დღისთვის. წლები ელოდებოდა ჩვენი საზოგადოება ამ რეფორმის დაწყებას, იმიტომ რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა ბევრი მიმართულებით, მათ შორის დაფინანსების, ხარისხის და ხედავთ რომ ქვეყანაში ბევრი მიმართულებით გვაქვს საკადრო შიმშილი. და თუ ჩვენ ამ რეფორმას ხას არ დაუჭერთ, ეს რეფორმა არ გავაბოლომდე, ჩვენ კიდევ უფრო ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით და მე ძალიან მიკვირს ჩვენი ოპონენტების რატომ არ მოწვევთ ეს რეფორმა, რატომ არ უჭერენ მხარს, იმიტომ რომ შესაძ მოხდა პრეზენტაცია და ბატონმა პრემიერმა ის გამოწვევები ახსენა, რა გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი სისტემა, განათლების სისტემას გულისხმობ ცხადია, მაშინ ყველა ეთანხმებოდა და ახლა რეფორმის განხორციელებას აღარ უჭერენ მხარს და არ მოწონთ და არანაირი არგუმენტი არ მოაქვს საიმისოდ, ისევე როგორც ჩვენ გვახსოვს გამჭვირვალობის კანონზე, რატომო და იმიტომო ასეთი პასუხი ჰქონდათ, ესე იგი და არგუმენტების გარეშე მსჯელობა მე ვფიქრობ ცოტა უხერხულია ხოლმე. ამიტომ მე მოგიწოდებთ რომ ამ რეფორმას დაუჭიროთ ყველა მხარე, იმიტომ ეს არის არა მხოლოდ ეს ხელისუფლების რაღაც, ეს არის ყველას ეხება ეს რეფორმა აბსოლუტურად და საქართველოს ხვალინდელ დღეს ეხება, თუ გვინდა ჩვენ გქონდეს წელში გამართული ქვეყანა მდგრადი ეკონომიკით, ძლიერი სუვერენიტეტით და ეროვნული თვითშეგნებით, აი ეს რეფორმა სწორედ ხერხემალი ამ ყველაფერს. ეხლა რაც შეეხება კითხვას. ამ ინიციირებულ კანონ პროექტში, როგორც ვიცი, არის საუბარი მხოლოდ საბაკალავრო საფეხურზე, ბატონო ზვიად. მე მაინტერესებს სამაგისტრო მიმართულებით, როგორც ვიცი, ორგვარი სამაგისტრო პროგრამები იქნება, ხო? ერთი, რომელიც ორიენტირებული იქნება, რომ თუ დაამთავრა ერთწლიანი სამაგისტრო კურსი, მას და აღარ აქვს მას სურვილი გააგრძელოს სადოქტორო მიმართულებით და მეორე, თუ მას სურვილი ექნება, რომ გააგრძელოს კვლევითი მიმართულებით. აი ამ ხრივ უნივერსიტეტებს ორნაირი პროგრამების აკრედიტაციის განხორციელება მოუწევთ, როგორ იქნება? დაუშვათ თუ უნივერსიტეტს ყავს მაგისტრანტები და ეს მაგისტრატურა დაამთავრა სტუდენტმა, რომელსაც მერე გაგრძელება უნდა სადოქტორო პროგრამაზე დაუშვათ თელავიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ შემთხვევაში ეს მეორე სახის პროგრამა თელავის უნივერსიტეტსაც ექნება, რომ გააგრძელოს? აი ეს კითხვა მაქვს.
კი, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეკითხვაა. მადლობა ბატონო გიორგი. გეტყვით შემდეგს. დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მხოლოდ ერთწლიანი პროგრამები უგულისხმობთ არსებულ მოდელს, აქვს მხოლოდ ბიზნეს ადმინისტრირების და საჯარო მმართველობის მიმართულებას თქვენ იცით, რომელსაც თქვა მეორე კომპონენტი არ ჭირდება. იმის გამო, რომ ამ ეტაპისთვის გარდამავალ ფაზაში ვართ და წინ გვაქვს ინსტიტუციური აკრედიტაციები და გვაქვს კლასტერული აკრედიტაციებიც, იმისათვის რომ რეაკრედიტირება არ ყოფილიყო საჭირო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პროგრამა ამ ეტაპისთვის, რომელიც გადადის 1+1 მოდელზე, სწორედ ამ პრინციპზე გადავიდეს და შესაბამისად დაწყებული იგივე სამართალი, ეკონომიკა და ასე შემდეგ, დღეს მოდიფიცირებას უნივერსიტეტები ჩვენი ინფორმაციით და EKS ინფორმაციით ახდენენ 1+1 მოდელზე, რომლის მიხედვითაც პირველი წელი არის კვალიფიკაციის მისანიჭებელი წელი, მაგისტრის, ხოლო მეორე წელი არის ეგრეთ წოდებული კვლევითი მაგისტრატურა, ანუ research master-ი, როგორც ევროკავშირშია, ხომ? შესაბამისად, ამ ეტაპისთვის იქნება 1+1 მოდელით გადაწყობა იმისათვის, რომ რეაკრედიტაციების ასობით პროგრამის პარალიზება არ მოხდეს, ხოლო სამომავლოდ თქვენ იცით, რომ ეტაპობრივად კლასტერული აკრედიტაციების დროს ექნებათ საშუალება, რომ გაუკეთონ სრული მოდიფიცირება და მათ შეიძლებათ არჩევანი გააკეთონ, დატოვონ მათ მხოლოდ ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები, თუ დაამატონ 1+1 მოდელი, რომელსაც ოპციის სახით აძლევს მხოლოდ კანონმდებლობა. ანუ ჩვენ არ ვავალებთ, რა თქმა უნდა, იმის რომელი პროგრამებიც მათ უნდათ, შეუძლიათ მხოლოდ ერთწლიანი იყოს, ან შეუძლიათ დაამატონ. ვადასტურებთ იმას, რომ თუ +1 მოდელი არ იქნება გამოყენებული იმ პროგრამაზე, სტუდენტს თავიდანვე ეცოდინება, რომ ის მხოლოდ ერთი კვალიფიკაციით მიდის და ფიზიკურად ვერ მოახდენს მის გაგრძელებას. სადისკუსიო ნაწილი გახლავთ, შეიძლება თუ არა ასეთ სტუდენტს მეორე სხვა უნივერსიტეტის მეორე წლით ისარგებლოს. აქ არსებობს პრო და კონტრ არგუმენტებიც ამ ნაწილში. ამასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვსწავლობთ ევროკავშირის გამოცდილებას, გულისხმობთ იტალიას და საფრანგეთს. იტალიას მაგალითად ასეთი კომპონენტებად არ აქვს გაყოფილი, აქვს პირველი საფეხურის და მეორე საფეხურის მაგისტრატურის ნაწილი, თუმცა ჩვენ გვინდა რომ უფრო ესეთი ტიპის ფრანგული მოდელისკენ წავიდეთ, სადაც ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება. პირველი წელი ექნება სრულფასოვანი მაგისტრის ხარისხი, იმ შემთხვევაში თუ მას არ უნდა მეცნიერებაში წავიდეს და ასეთი თქვენ იცით რომ ჩვენი გათვლით საკმაოდ დიდი რაოდენობა იქნება, რომლებიც უფრო პრაქტიკაზე ორიენტირებულები იქნებიან, ხოლო ისინი, ვისაც სურვილი ექნებათ მესამე საფეხურზე ჩააბარონ, ანუ უმაღლეს სასწავლო სადოქტორო პროგრამაზე ჩააბარონ, რომლის მოდიფიცირებასაც გეგმავთ, ასევე მოგეხსენებათ, აქ აუცილებელი კომპონენტი იქნება კვლევითი მაგისტრატურა. შინაარსობრივ ნაწილზე ძალიან მოკლედ გეტყვით, აქაც მუშაობთ იმასთან დაკავშირებით, სამომავლოდ მოდიფიცირება როგორ უნდა მოხდეს მეორე საფეხურის მაგისტრატურაზე, ხომ არ შეიძლება დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტები იქნას ჩამოტანილი კვლევითი მაგისტრატურის კომპონენტში, იმისათვის რომ გამოვათავისუფლოთ ის კრედიტები და დრო დოქტორანტურაში, იმისათვის რომ უფრო მეტი დრო დახარჯოს პუბლიკაციების მოსამზადებლად, კვლევების საწარმოებლად, უფრო მეტი დრო დახარჯოს იმისათვის რომ ასისტირება მოახდინოს, უფრო მეტი საშუალება ქონდეს იმისათვის რომ უშუალოდ მესამე საფეხურის ამოცანები გადაჭრათ მას შორის კვლევითი კომპონენტის ნაწილში. ასე რომ ამ ეტაპისთვის ვადასტურებთ რომ მოდელი 2 წელი იქნება 1+1-ად გარდაქმნილი, ისე რომ რეაკრედიტაცია არ დაჭირდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აუცილებლად ძირითად საგნებში არ აპირებენ შეჭრას. თუ თქვათ პროგრამაში თვლიან რომ ძირითად საგნებში მოდიფიცირება ჭირდებათ, რა თქმა უნდა მას რეაკრედიტაცია დაჭირდება, როგორც კანონმდებლობა მოითხოვს. აი მაგალითად სტუდენტს რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატი და სრული არ აქვს დოქტორანტურაზე გაგრძელების და აიღო ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა. და შემდეგ ის ამ ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულებისას სრული გაუჩნდა უკვე მაგისტრს, რომ დოქტორანტურის მიმართულებით წავიდეს. კიდევ დამატებით კიდევ ერთი წელი თავისუფლად შეეძლება იმავე უნივერსიტეტში ერთწლიანი აი იმის დასუსტება მინდოდა. მადლობა ბატონო იმედად, სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. შუალედი რამდენი შეუძლია გააკეთოს. ამასთან დაკავშირებითაც ეხლა გვაქვს კვლევა შიგნით და გვაქვს დისკუსია, შეიძლება თუ არა ვთქვათ, ცალსახად აქ 1 წელზე არ არის ლაპარაკი, ზოგადად ხანდაზმულობის ვადა შემოვიტანოთ თუ არა 3 წელი, 5 წელი და ასე შემდეგ. აქ არის აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან პირველი წელი შეიცავს სწავლების კომპონენტებს, მისი განახლებადობა რამდენად საჭირო იქნება სამომავლოდ, ცალსახად ვიხრებით იქითკენ, რომ მეორე 1 წლის გავლა აღარ დაჭირდებათ, ანუ განმეორება პირველი 1 წლის აღარ დაჭირდეთ და მათ ჰქონდეთ საშუალება მეორე წელი განახორციელონ მაშინ, როცა მათ სურთ
გარდა ვთქვათ რაღაცა ტიპის დათქმებისა გულისხმობ ხანდაზმულობის ნაწილისა ვთქვათ რა პერიოდში შეიძლება ვთქვათ შემოbrunდეს და ამთავროს და შემდეგ დოქტორანტურა გააკეთოს ხო წყვეტის ან იყოს თუ არა უადო ვთქვათ ან მაგალითად დაამთავრა 2027 წელს და არა 2 წლის არამედ 25 წლის მერე გადაწყვიტა რომ ეს გააკეთა ხო აი აქ შეიძლება გარკვეული ტიპის კორექტირება თუმცა ეს ნაწილი ღია იმიტომ რომ ქვეყნებს შორის რაც ვნახეთ ევროკავშირის ქვეყნებში არ არის ერთგვაროვანი მიდგომა ამასთან დაკავშირებით ზოგი პრიორიტეტად აკეთებს ამიტომ დამატებით შეგვიძლია თავისუფლად დისკუსია ამ ნაწილში ყოველ შემთხვევაში 1 და 2 წელზე საუბარი საერთოდ არ არის რა თქმა უნდა ნებისმიერი წყვეტა შეუძლია გააკეთოს კიდე განსახილველი და გთხოვთ რომ მე მოკლე ვიქნები ბატონ ზვიად გუშინ ჩვენ კაი ღონისძიებაზე ვიყავით დედამიწას თავისი რესურსების გამოყენების გზა დედამიწის რესურსების გამოყენების გზა გადის ბიოორგანულ ტექნოლოგიების განვითარებას ეს არის გარდუვალი საქართველოში არის დიდებული რესურსი დაგროვილი მე მინდა მაშინ ჩვენ მარიამის შევაწუხე ამაზე ხალბატონი მარიამი და ცალკე მოსმენას გავაკეთებთ ალბათ ამისათვის ძალიან საინტერესო თემა არის და მე უბრალოდ მინდა აქ კითხვა დავსვა ასეთი აი აგრარული ქვეყანა რომელსაც არჩეული აქვს აგრარული პოტენციალის სრულად გამოყენება მაქსიმალურად ასე დავარქვათ აგრარული ქუდის ქვეშ მყოფი უმაღლეს საცხოვრებელებში ამ მიმართულაზე უნდა გაკეთდეს ცალკე აქცენტი სადაც ბიოორგანული ტექნოლოგიების უნიკალური გამოცდილება, დაგროვილი მასალა, რომელიც დღეს შეიძლება სხვა სფეროში აღმოჩნდეს, ეს სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ უნდა იყოს და ამაში გარდა უმაღლესისა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მთლიანად ჩაერთვება ამ სისტემის გაღორძინებაში და მის დანერგვაში. ძალიან სწრაფად გიპასუხებთ აგრარული მიმართულებით გიდასტურებთ ყველა მიმართულება მათ შორის გამოყენებითი მიმართულებითაც შესაძლებელია რომ აგრარული მიმართულებით იყოს უფრო მეც გეტყვით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოტექნოლოგიების და ბიოს ანუ ის მიმართულებები ბიოლოგიისა რომელიც კლასიკური გაგებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შედის რჩება აგრძელებს კვლევით კომპონენტებსაც ასე რომ ამ ნაწილში არაფერი განსაკუთრებული ცვლილება არ არის რეგიონულ უნივერსიტეტებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება აგრარული პროგრამები კვეთაზე შესაძლებელია ნებისმიერი პროგრამის განხორციელება მეცნიერული კომპონენტების თვალსაზრისითაც ვადასტურებთ რომ გამოყენებითი კვლევები იქნება კვლევების მიმართულებით პრიორიტეტული მიმართულება რადგან ჩვენ ქვეყანას ეს მართლა ძალიან ჭირდება ძალიან კარგი ინიციატივა არის და შესაძლებელია რომ აგრარულ კომიტეტთან ერთად ერთობლივი სხდომა სწორედ ამ თემატიკას მიუძღვნათ და მადლობა რეკომენდაციისთვის და ამ საკითხის დაყენებისთვის ასევე მინდა ინფორმაციის კუთხით გითხრათ რომ ჩვენ იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს მხრიდან სწორი გადასვლა 3+1 პროგრამაზე ჩვენ გვქონდა ასევე შეხვედრა ხარისხის ცენტრთან სადაც დეტალურად გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რაიმე ტიპის წინაღობას ხომ არ აწყდებიან უმაღლესი სასწავლებლები 3 წლიანზე გადასვლაზე, ვინაიდან ჩვენ გვქონდა ერთი მომართვა და ამისათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დეტალურად განგვეხილა და ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ხარისხის ეროვნულ ცენტრში არ ფიქსირდება ამ ეტაპისათვის უმაღლესების მხრიდან რაიმე ტიპის დასაბუთებული ესეთი წინაღობა, ასევე მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ჩვენ გვქონდა კითხვებიც მათ შორის კრედიტებთან დაკავშირებით, უმეტესი პროგრამა არის 180 კრედიტიანი და ასევე 200 კრედიტიანი და როგორ მოახდენდა 200 კრედიტის დაფარვას ბაკალავრის 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტი და ამასთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც უნივერსიტეტი, ასევე ჩვენ თხოვნა გადავეცით, რომ სტუდენტიც უფრო მეტად იყოს ინფორმირებული იმაზე, რომ წლის განმავლობაში თუ შეუძლია მაგათაც 60 კრედიტიანების აღება, 60 კრედიტი არის, შეუძლია რომ მას მაქსიმუმ 75 კრედიტი აიღოს ყოველწლიურად და ამითი იმ 3 წელიწადში დაფაროს იმისათვის, რომ თუ ის ავტომატურად აპირებს მაგისტრატურის გაგრძელებას, თუ არა და ამ შემთხვევაში ნახევარი სემესტრი შეიძლება რომ გადაუვიდეს, ასე რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის წინაღობა არ არის. კარგით, მაშინ მოდით ამ საკითხს უყაროთ კეჭი, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. მეორე საკითხი გვაქვს ასევე უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ეს ძირითადად ამ მინისტრის საკითხია და გთხოვთ ბატონო ზვიად.
დიდი მადლობა ამ საკითხმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და მე მგონი გაუგებრობა ცოტა გასაოცარია იმიტომ რომ კანონი არა აქვს წაკითხული და შესაბამისად საუბრობენ იმაზე რომ თითქოს საუბარია ბაკალავრების მიერ დოქტორად ქცევაზე მაგისტრად და ასე შემდეგ რა თქმა უნდა კანონს აქვს თავისი ენა და შესაბამისად ხშირად არის რთულად აღსაქმელი ამიტომ მაქსიმალურად ვეცდებით რომ საზოგადოებისთვის ძალიან ნათელი განმარტებები გავაკეთოთ რაზეა საუბარი საუბარია იმაზე რომ ეს საკითხი საერთოდ არ ეხება ბაკალავრებს, მაგისტრებს და დოქტორებს, ანუ იმ საფეხურებს, რომლებიც დღეს ჩვენი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, 2005 წელს მოგეხსენებათ, რომ საქართველოს შეუერთდა ბოლონიის პროცესი. ბოლონიის პროცესი გულისხმობდა საფეხურებად დაყოფას უმაღლესი განათლების მოდელისა. ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის. შესაბამისად, იმ დროს არსებულ მოდელში უნივერსიტეტებს განესაზღვრათ პერიოდი დაახლოებით 2007-2008 წლებში უნდა უზრუნველყოთ ყველა ძველი საგანმანათლებლო პროგრამის მოდელის გადაწყობა ამ ახალ მოდელზე. მარტივად რომ ვთქვათ 4+2 მოდელზე. ხო, იმ პერიოდისთვის, რაც იყო ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. მაგრამ სამწუხაროდ უნივერსიტეტების ნაწილმა 2010 წლამდე ვერ მოასწრო ყველა პროგრამის გადაწყობა ახალ ბოლონიის პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე. 2010 წელი სწორედ ამიტომ არის აღებული იმ ზღვრად, რომლის დროსაც სტატისტიკურად ყველა პროგრამა უკვე იყო გადაწყობილი ახალ მოდელზე. ძველი მოდელის მიხედვით არსებობდა ერთი და იგივე მოდელის 4 წლიანი და 5 წლიანი სწავლის პერიოდები. შეგახსენებთ, საუბარია ეგრეთ წოდებულ დღის დასწრებულ მოდელზე და ეგრეთ წოდებულ დაუსწრებელ მოდელზე, რომელიც სწავლის შედეგებზეც ერთი და იგივე შედეგით გადიოდა და ერთი ხარჯავდა 4 წელს ამაში, მეორე ხარჯავდა 5 წელს ამაში. სწორედ ასეთ დიპლომებზეა საუბარი და არა ბაკალავრიატის. 2007 წელს არსებული დიპლომში თუ მითითებულია ან 8 წელს ან 9 წელს მითითებულია დიპლომში ბაკალავრი ან მაგისტრი ეს კანონი მას არ ეხება. შესაბამისად ბაკალავრს ჩვენ არც მაგისტრად და არც დოქტორად არ ვაქცევთ. დოქტორი დარჩება დოქტორად, მაგისტრი დარჩება მაგისტრად, ბაკალავრი დარჩება ბაკალავრად. აქ საუბარია ისე დიპლომებზე, სადაც სიტყვა ბაკალავრი განსაზღვრული არ არის, რადგან ამ მოდელზე გადასული არ იყო და ძველი მოდელით მოდიოდა. ეხლა ნახეთ რა კაზუსი შეიქმნა. დღის დასწრებულზე, რომლებიც სწავლობდნენ ერთი და იგივე საგნებს სწავლობდნენ 4 წლის განმავლობაში და 4 წლის თავზე იღებდნენ დიპლომს, რაც სხვათა შორის სამართლებრივად აძლევდა უფლებას, რომ ასპირანტურაში ჩაებარებინათ, ჩვენი გაგებით დოქტორანტურაში, ანუ რეალურად პირდაპირ არის მითითებული, რომ ასეთი ტიპის ბარიერი არ არსებობს და ის არის გათანაბრებული მაგისტრის ხარისხთან და 5 წლიანი გასაგებია დაუსწრებელი სწავლების გამო ერთი და იგივე შედეგებით გადიოდა და 5 წელში ამთავრებდა. აი ამ ხალხზეა კოლეგებო ლაპარაკი. არსებული სასამართლო პრაქტიკა, ანუ მოდელი როგორი იყო? როდესაც პრეტენდენტი იწყებს მუშაობას, თქვენ იცით რომ არსებობს სამსახურები, რომლებიც ითხოვენ მაგისტრის ხარისხის არსებობას, ანუ ბაკალავრი არ ყოფნის იმისათვის, რომ ეს დაიწყოს. შესაბამისი დამსაქმებელი აგზავნის აღნიშნულ აპლიკანტს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში, რომ მოახდინოს აღიარება შესაბამისი დიპლომისა, რომელ კატეგორიას შეესაბამება ახალ ბოლონიის მოდელიდან გამომდინარე. შესაბამისად, იმის გამო, რომ კანონში ნათელი ჩანაწერი არ არსებობდა, იყო უარი იმისათვის, რომ დასაბუთება ნორმა არ ქონდათ ხარისხის განვითარების ცენტრს და ეს მიდიოდა დავაში შესაბამის სასამართლო ინსტანციაში. სტატისტიკის მიხედვით, მეგობრებო, 1250 საქმეა აღძრული სამოქალაქო სასარჩელო წარმოებით, რა თქმა უნდა, ან ადმინისტრაციული შესაბამისად, 1250 დავიდან 1130 დავა გვაქვს წაგებული გულისხმობს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს, არც ერთი დავა არ გვაქვს მოგებული, 120 დარჩენილი საქმე არის წაგების პროცესში. წინასწარ შემილია, როგორც იურისტმა გავაკეთო პროგნოზირება, რომ ყველა პროცესი იქნება წაგებული. რატომ? იმიტომ რომ არ სასამართლომ ჩამოაყალიბა სამართლებრივ ენაზე რომ ვთქვათ, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც განიშნებს, რომ არასწორი პოზიციონირება ხდება წლების განმავლობაში, რასაც მეც როგორც იურისტი გულწრფელად გეტყვით, ვეთანხმები. შესაბამისად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში სპეციალურად უთითებდა, რომ
ამ დროისათვის ავალებდა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომ უღიარე და გაათანაბრე ეს სამაგისტრო პროგრამებთან. ამიტომ ჩვენ ეს ხარვეზი ამდენი წლის განმავლობაში ვცდილობთ, რომ საკანონმდებლო დონეზე დავარეგულიროთ, თავიდან აირიდოს სახელმწიფო ბიუჯეტმა უზარმაზარი ხარჯი, თქვენ იცით რა ხარჯსაც გულისხმობ, როდესაც ბაჟს იხდის შესაბამისი მოსარჩენე, დამარცხებულ მხარეს ეკისრება ეს ბაჟი და ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაზღაურდება, რა თქმა უნდა. ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ წესრიგში მოგყავს ის პერიოდი, რომელი პერიოდითაც არც ბაზები არსებობდა და რამდენიმე პუნქტს ახლა კიდე დამატებით გეტყვით და ამ ნაწილში შესაბამისად იქნება სრულიად კანონის ჩარჩოში მოქცეული. ამავე ცვლილების მიხედვით ეს ეხება კიდევ ორ კომპონენტს. ერთი, როდესაც სტუდენტმა ამ პერიოდში 2000 წლამდე დაიწყო ეგრეთ წოდებულ ლიცენზიის არ მქონე უნივერსიტეტში და ხვდებით, რასაც გულისხმობ, ინსტიტუციური აკრედიტაცია ერქვა მაშინ და არ ერქვა ავტორიზაცია, კონსულტაციები ბატონლაშასთან დამატებით გუშინ გავიარეთ. ლიცენზიის არ ქონის გამო იწყებდა სწავლებას, მაგრამ ამთავრებდა ლიცენზიის ქუთქვეშ. ანუ უკვე ლიცენზირებულ უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დიპლომს ვაღიარებთ და მეორე ვერსია იმის გამო, რომ არ არსებობდა ერთიანი პლატფორმები განათლების, ანუ ფიზიკურად არ ქონდა სტუდენტებს შესაძლებლობა გაცნობოდნენ სისტემატიურად ამ მოდელს, შესაბამისად იყო საშუალება, რომ დაიწყებდა ეგრეთ წოდებულ არალიცენზირებულ უნივერსიტეტში და დაასრულებდა ლიცენზირებულ უნივერსიტეტში. ამასაც ვაღიარებთ. ასევე ხაზგასმით ვამბობთ, ეს არ ეხება არალიცენზირებულ უნივერსიტეტში რო დაიწყო და არალიცენზირებულ უნივერსიტეტში დაამთავრა. ანუ ეს კანონი მასზე არ ვრცელდება, შესაბამისად ჩვენ არალიცენზირებული დიპლომების აღიარებას არ ვაპირებთ. აქ საუბარია იმაზე და სხვათა შორის სასამართლო პრაქტიკა პირდაპირ ამაზეც უთითებს და სასამართლოები გვავალებენ პირდაპირ, რომ ეს არის კანონიერი ინტერესების დაცვა სტუდენტების ინტერესებისა, მათ არ ქონდათ შესაძლებლობა, რომ ყოველ სემესტრში ემოწმებინათ უნივერსიტეტი იყო თუ არა ლიცენზირებული, შესაბამისად თუ უნივერსიტეტმა კეთილსინდისიერებიდან თუ არაკეთილსინდისიერებიდან გამომდინარე მოახდინა გარკვეული ტიპის კორექტირება, ან არ უთხრა და საქმის კურსში არ ჩააყენა ეს სტუდენტი, ეს მისი ბრალი არ არის. შესაბამისად, მხოლოდ ამ კატეგორიებს მოიცავს და ეგრეთ წოდებული ლეგალურობის, ასე ვთქვათ, ეს ნაწილი სწორედ ამ ცვლილებებს ეხება, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სრულიად პოზიტიური ყველასთან მიმართებაში. აქ ლაპარაკია რამდენიმე 1000 ადამიანზე, რომელსაც გამუდმებული პრობლემები ჰქონდა სამსახურთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ საკანონმდებლო ჩარჩო ხარვეზიანი იყო, ვერ აწესრიგებდა, რადგან ეს ეხებოდა შესაბამისი რეფორმებამდე არსებულ მოდელს. მადლობა. ერთი უბრალოდ ზუსტად აი ერთი ინფორმაცია სავრცელებს ერთ-ერთი მედია საშუალება. 2010 წელს 1 სექტემბრამდე გაცემულ 4 წლიან უმაღლეს განათლების დიპლომი გათანაბრდება მაგისტრის ხარისხთან. სწორი არის თუ არა? თუ დიპლომში წერია ბაკალავრი, არანაირი 4 წლიანთა კავშირი არ აქვს. აქ საუბარია ისეთ 4 წლიანებზე და 5 წლიანებზე, სადაც ბოლონიის მოდელი არ მოქმედებდა, ანუ არ არსებობდა ბაკალავრიატი, არ არსებობდა მაგისტრატურა, არ არსებობდა დოქტორანტურა. შესაბამისად, ეს ნაწილობრივ არის სწორი, ეხება არა ბაკალავრების აღიარებას მაგისტრატებთან, არამედ 4 წლიანი და 5 წლიანი დიპლომების მქონე, სადაც არ წერია ბაკალავრები და მაგისტრატურა, ერთმანეთთან გათანაბრება, რადგან სწავლის შედეგები ერთი და იგივე იყო, ვადიანობაში ერთი და იგივე ნაწილში გადიოდა, მხოლოდ ეს გავათანაბრეთ, რაზეც 1130 საქმეზე სასამართლო გეუბნება, რომ ასე გააკეთე და 120 საქმეც მალე დაგვეწევა, რომ ასე გააკეთეო გვეტყვის. აი ამას ვასწორებთ. მოგესალმებით, კოლეგებო. ბატონზეათ უღმესი მადლობა მინდა თქვენი სახით უთხრა საქართველოს მთავრობას ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის შემოტანისათვის და დაბრუნებისათვის. პრაქტიკაში ჩვენ მქონდა უამრავი მაგალითი, სადაც რაზეც თქვენ ციფრებით ისაუბრეთ და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფაქტი, სადაც ძალიან ბევრმა ვერ მიმართა არც ოდნის გამო, ეკონომიკური მდგომარეობის გამო და დარჩა ფაქტიურად ისე, რომ 4 წელი გაატარა უმაღლეს სასწავლებელში ან 5 წელი და მას შეექმნა პრობლემები სამუშაო ადგილზე და მე მეტი ფაქტით ვიცი, რომ ორგანიზაციამ როცა მივიდა გადამოწმებაზე დოკუმენტი და ხარისხმა უთხრა უარი, იმიტომ რომ მისი დოკუმენტი იყო ყალბი და არაფრის მთქმელი, ამ ადამიანს სხვა სარჩულიც კი მიაწებდა და შემდეგ ამაზე მიდიოდა დავა. აქ იყო ადამიანის უფლებები და ისა ეკონომიური მდგომარეობა, ის რომ 5
5 წელი პროფესია მიიღო ადამიანმა და შემდეგ ეს პროფესია მან ვერ გამოიყენა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ყველასათვის კარგად არის ცნობილი. მე მიმაჩნია, რომ ის საქართველოში დღეს განვითარებული განათლების რეფორმა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი მომავალი თაობისათვის, ეს იქნება ეროვნული კუთხით, ეკონომიკური კუთხით, განათლების კუთხით, ადამიანის ჩამოყალიბების კუთხით, ჩვენი ტრადიციების აღდგენის კუთხით, კულტურული იდენტური და ასე შემდეგ ძალიან ბევრი მიმართულების კუთხით, ეს არის კიდევ ერთხელ დიდი ნათელი მაგალითი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნებთ ადამიანებზე და თქვენ როგორც აღნიშნეთ, 1250 კი არა, 4-ჯერ 1250 ადამიანი ვიცი მე, მაგალითად, რომლებმაც ვერ მიმართა სასამართლოს, არ იცოდა ამ თვალსაზრისით. დოქტორი, გიდასტურებთ დაახლოებით ჩვენი სტატისტიკით 15-დან 20,000 ადამიანზეა საუბარი. თქვენ იცით, რომ მინისტრმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით წინასწარ განაცხადი და კონკრეტული დაანონსება ამცულებას, როცა ვამზადებდით, რომ რამდენიმე 1000 ადამიანს ეხება და ვადასტურებთ 15-დან 20,000 ადამიანს ეხება დაახლოებითი სტატისტიკური დათვლით, რაც ჩვენ სამინისტროში გვაქვს. კი ბატონო, და მეორე საკითხის, რომ აკრედიტაციის თემა ერთ შემთხვევაში, როცა იწყებდა სტუდენტი აკრედიტებული იყო უნივერსიტეტი, ან კიდევ ამთავრებდა შემდეგ აღარ ქონდა ამ უნივერსიტეტს აკრედიტაცია და საერთოდ არ იცოდა იმ პერიოდში, სწორედ იმ პერიოდში, რომ აკრედიტაცია რა იყო სტუდენტმა უმაღლესი სასწავლებლისათვის. ამიტომ რა თქმა უნდა, პირადად მე მივესალმები ამ ფაქტის, მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ იმისათვის, რომ ეს არის ადამიანებზე ზრუნვა და აი ასეთი საკითხები, რა თქმა უნდა, შობს გვიან ვიდრე არასდროს აღმოფხრილი იქნას ჩვენს მუშაობაში. მადლობა. მადლობა ტატო. მე კონკრეტული ერთი შეკითხვა მექნება, თუ გაქვთ ზოგადად აღწერილი, რამდენი სასწავლებელი იყო ასეთი იმ პერიოდისთვის, სანამ ბოლონიის პროცესში გავწევრიანდებოდით და აქ ხომ არ მოხდება მანკიერი პრაქტიკის გამოყენება, იმიტომ რომ ვიცით, რომ იმ წლებში იყო ძალიან ბევრი საეჭვო ავტორიტეტის მქონე უმაღლესი სასწავლებელი ჭყალებში. ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია რომ მითხრათ, ეს მინდა ეს ერთი და მეორე ბატონ გიორგის მინდა გავცე პასუხი, რომელიც გაოცებულია თურმე იმითი, რომ ესე იგი რეფორმას უარგუმენტოდ არ ეთანხმებიანო. ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ უარგუმენტოდ არ ვეთანხმებით ამ რეფორმას. გამოწვევები, რომლებიც არის იდენტიფიცირებული, რეალურად არის ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენს განათლების სისტემას აწუხებს დღესდღეობით, თუმცა განათლების რეფორმა, რომელიც არ ეფუძნება არც არანაირ კვლევას და არც ექსპერტების ჩართულობით არ განხორციელდა, ნამდვილად არ პასუხობს ამ გამოწვევებს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვარ მე და ამიტომაც მე პასუხს ვაგებ ყველა იმ კანონ პროექტზე, რომელზეც წევ ხელს. და არა ისე, როგორც თქვენი გუნდის წევრები, პრემიერი ყავთ, რომელიც პასუხისმგებლობას უნაწილებს საპატიო თავმჯდომარეს მარტო ვერ უძლებს. და თბილისის მერი ყავთ, რომელიც საკუთარ თავზეა მხოლოდ პასუხისმგებელი. აი ესეთი უპასუხისმგებლო გუნდის წევრების წევრი, გუნდის წევრი ძალიან გთხოვთ. ბატონო თამარ და კანონიც წაკითხული მაქვს ძალიან კარგად და ყოველ შემთხვევაში მწვანე და წითელი ღილა კი არ მერევა, როგორც თქვენ გუნდის წევრებს. გაგცემთ ახლავე პასუხს. უპასუხისმგებლობა უიკითხეთ თქვენსკენ, მე შეგახსენებთ ერთ ამბავს. თქვენი გაქცეული ბელადი, რომელიც იქიდან გამოძღრავთ ეხლა და ჩატში გავხართ და ესე იგი როგორც ჩაგიპაჭუნებთ თვალს ისე მოქმედებთ. გორში იყო ჩამოსული ერთხელ და მას გორის უნივერსიტეტის პროფესორებმა დაუსვეს კითხვა იმ გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ, სახელმწიფო პოლიტიკას გულისხმობ, რომელიც არსებობდა ქვეყანაში და ყურიც არ შეუბერტყავს მას საერთოდ. დამისახელეთ თქვენი გუნდის მიერ, როცა პრემიერად ბრძანდებოდა თქვენი გუნდის ხელმძღვანელი, ერთი გადადგმული ნაბიჯი განათლების სისტემის გაჯანსაღების თვალსაზრისით. ვერ დამისახელებთ. დამისახელეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იწუნებთ მოქმედ რეფორმას. ვერ დამისახელეთ. ეს არის დემაგოგია, ხალხის შეცდომაში შეყვანა და რასაც აკეთებთ იმ პლენარულ სესიებზე, აგზელებთ ამას ამ კომიტეტში. ამიტომ, როდესაც რაღაცაზე ვიღაცისკენ ხელს შეშვერეთ, ჯერ საკუთარ გუნდში ჩაიხედეთ და კარგად მოიხედეთ და ისე გამოთქითხოთ თქვენი მოსაზრებები. ნაბიჯი არ გადაგიდგავთ, არანაირი. და ასე წინასწარ და ამბობთ, რომ უკაცრავად დავამთავრებთ თუ შეიძლება. განათლების სამინისტრომ ბატონმა პრემიერმა დაანონსა რეფორმა და ის გამოწვევები თუ შეიძლება მე ხო გისმენდით თვითონ არის ბატონი პრემიერი განათლების ძალიან დიდი ექსპერტი თუ სიმართლე გაინტერესებთ კაცი რომელსაც
ერთი წამით თუ შეიძლება დავამთავრებ და მე ესა ჯერ ბატონი პრემიერ-მინისტრი გახლავთ ძალიან დიდი ექსპერტი ამ საქმეში. და ესე თქვენსავით ესე ჰაერზე რაღაცებს არ ლაპარაკობს. მეორე, ის გუნდი, რომელმაც დაიწყო განათლების რეფორმირება, მათ ძალიან კარგად ჰქონდათ გააზრებული და გასიგზაგანებული რა ტვირთის აწევა მოუწევდათ მათ. და ის გამოწვევები, რომელიც პრეზენტაციაზე იქნა წარმოდგენილი ბატონი პრემიერ-მინისტრის და მისი გუნდის მიერ, ეს იყო ძალიან ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად გამოკვეთილი გამოწვევები, რომელიც საზოგადოებას აწუხებდა და რომელიც აი ამ უკავშირებიდან მოდიოდა საზოგადოებასთან შეხვედრების შემდეგ. ამიტომ უნდა გაიაროთ საზოგადოებაში და ელავ თქვენს ბელადთან კი არ უნდა გქონდეთ მარტო რაღაც ესეთი ურთიერთობა, რასაც გიკარნახეთ. საზოგადოებას უნდა გითხოთ ეს ამბავი და მოგახსენოთ და რაც შეეხება ეს გამოწვევები დიდი ბუდიში. ის წარმომადგენელი ხომ არ ხართ ქუჩაში გასვლის რო გეშინიათ ხალხში? ვის ეშინია ქუჩაში გასვლა? თქვენ პარტიას, თქვენი პარტიის წევრებს. ქუჩაში გასვლისა ვისაც ეშინია? დაცვების გარეშე და უკანასკნელი. ქუჩაში გასვლისა ვისაც ეშინია კი არის გაქცეული ქვეყნიდან. ქუჩაში გასვლისა უკაცრავად ქუჩაში გასვლის ვისაც ეშინია გაქცეულია ის ქვეყნიდან. ერთი წუთით უკაცრავად. გალბატონმარევ დავამთავრებ თუ შეიძლება. ისე დავასრულებ ქუჩაში ვისაც ეშინია გასვლის ის გაქცეულია ქვეყნიდან და ხედავთ სახეზე. რაც შეეხება ეს გამოწვევები, რა გამოწვევებიც არსებობდა ზოგადი განათლების და უმაღლესი განათლების კუთხით, აბსოლუტურად დაწყებული სტუდენტებიდან, სასკოლო საზოგადოებებიდან, პროფესორ-მასწავლებლებიდან, უნივერსიტეტებში არსებული შეხვედრებიდან, თქვენ თუ გინახავთ ჩვენი ბატონი მინისტრის, ბატონი გივი მიქანაძის შეხვედრები, ყველა რეგიონალური სასწავლებლის მოკვლევა ჩაატარა მან ჯერ კიდევ ვიდრე განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი ბრძანდებოდა. სათითაო თვითონ შემოიარა და გამოსცა ეს მოკვლევა. მინდა გითხრათ, პარლამენტში ცალკე წიგნად არის გამოცემული ბატონი გივი მიქანაძის მიერ რეგიონალური სასწავლებლებში არსებული მოკვლეული სიტუაცია, ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, დამთავრებული სხვადასხვა ლაბორატორიებით, პროფესორ-მასწავლებლების გამოწვევებით და ასე შემდეგ. არ გინახავთ ეს ანუ არა ხართ ინფორმირებული და შესაბამისად ეს ყველაფერი ამას ეხლა საუბარს უკაცრავად და პარტიული შეხვედრები ტარდება და ამ პარტიულ შეხვედრებში იგივე დემაგოგიას ეწევით არც ერთი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი რომელიც აკადემიურ პერსონალს წარმოადგენდა ამ შეხვედრებში ძალიან დიდი ბოდიში უნდა გითხრა მაგრამ არაფერი არ იცით არაფერი არ იცით მე მინისტრისკენ იშვიათ ხელს არაფერი არ იცით არ ახალ ჩახედული ამ საქმეში პრემიერ-მინისტრზე ლაპარაკობდა ამ დროს არ იცით რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი არის თავად შესანიშნავი ექსპერტი განათლების სფეროში პროფესორია და დამსახურებული პროფესორია მინდა გითხრათ რომლის წიგნებითაც სწავლობენ ჩვენი სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში და მისი დაწერილია კონსტიტუცია და მიმართულებით მას ბადალი არ ყავს და მე მიამაყება ნამდვილად ეს და დანარჩენი ახლა თქვენს გუნდში მიხედეთ როცა არ იცით საქმე და შეისწავლეთ არა ხარ მე რაც გითხარით ერთხელ დარბაზში იგივეს გეტყვით განათლება არის თქვენი სუსტი მხარეა განათლება თქვენი განათლების სისტემა და დაანებეთ ამაზე საუბარს თავი ყოველ შემთხვევაში ისე დღეში არ ჩაგვიგდია ქვეყანა და ქვეყნის განათლება რა დღეშიც ახლა თქვენ აგდებთ და ეს იქნება შავი ლაქა თქვენ ცხოვრებაში ნამდვილად ამ განათლების რეფორმის მხარდაჭერა ქალბატონო თამარ ერთი რაც მინდა მოგიწოდოთ განათლების მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში არის სხვა კულტურა და ეს კულტურა მოიცავს შინაარსობრივ განხილვებს, არგუმენტირებულ განხილვებს და მოგიწოდებთ, რომ პირველ რიგში პატივისცემა იყოს მთავარი მამოძრავებელი, როდესაც ამ კომიტეტის წევრად მოინდომეთ გაწევრიანება. ამიტომ პირველ რიგში პატივისცემაზე დამყარებულია აქ ყველა ის განხილვა და კომიტეტის ხდომა, ამიტომ ამ ფარგლებში და ამ ჩარჩოში ვიყოთ, თუ რაიმე ტიპის კომენტარი გაქვთ, შეგიძლიათ არგუმენტირებულად თქვათ და თუ რაიმეზე ინფორმაცია არ გაქვთ, ხედავ რომ ძალიან ბევრ ამაზე ინფორმაცია არ გაქვთ, შეგვიძლია რომ როგორც წინა მოწვევაში ჩატარებული თემატური მოკვლევებიდან დაწყებული, მათ შორის ზოგადი განათლების ეროვნული გეგმა, რომელსაც როგორც აღმოჩნდა არ იცნობთ და სხვა ის მნიშვნელოვანი წინასწარ რომ უნდა ეცნობოდე ის ინფორმაციები ნიშნულოვანია რომ ამიტომ თუ თქვათ რაიმე ტიპის ინფორმაცია გჭირდებათ, ყავს არაჩვეულებრივი აპარატი
არაჩვეულებრივი აპარატი, რომელიც შეუძლია რომ გაგიზიაროთ ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ახლა თუ შეიძლება ბატონო ზვიად კითხვას თუ არის რაიმე უპასუხოთ და გადავიდეთ უკვე მესამე. ძალიან მოკლედ ვიტყვი შეხვედრებთან დაკავშირებით ბატონ გიორგის ვეთანხმები იმაში რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრაქტიკულად ყველა უნივერსიტეტს რამდენჯერმე შეხვდა არაერთხელ მინისტრზე და რა თქმა უნდა ჩემზე საუბარი არ არის იმიტომ რომ ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს თქვენ იცით რომ მინისტრს აქვს სპეციალური მის მიერ დაანონსებული ასე ვთქვათ სტრატეგია რომლის მიხედვითაც ის არა მარტო სკოლის პედაგოგებს ხვდება არამედ ხვდება მშობლებსაც ხდება აბიტურიენტებსაც ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვართ ჩართული და მაისში და ივნისში ვგეგმავთ რომ აბიტურიენტებთან კიდევ უფრო მეტი შეხვედრები მოვახდინოთ პროგრამებთან დაკავშირებით ჩერჩევასთან დაკავშირებით და ამ შემდეგ მოკლედ ჩვენი მხრიდან კომუნიკაციაზე არ ამგონია ეხლა გივი მიქაელძესთან დაკავშირებით კითხვა ისმებოდეს რომ მას კომუნიკაციის პრობლემა აქვს საზოგადოებასთან ეს ერთი მეორე საკითხი ქალბატონო და თქვენ შეკითხვას რაც შეეხებოდა იმ პერიოდისთვის უნივერსიტეტების რაოდენობა 2010 წლამდე დაახლოებით იმ პერიოდზე რაზეც არის ლაპარაკი 267 უნივერსიტეტი იყო აქედან ბევრი საერთოდ არ იყო ლიცენზირებული ვადასტურებ და შესაბამისად ეს დიპლომების თემა მათ არ ეხებათ ამიტომ აქედან მე ხა გამიჭირდება რამდენს ქონდა და რამდენს არა ზუსტი ციფრი გითხრათ თუმცა ეს ციფრი მოწოდებული მაქვს 267 იყო ვადასტურებ აქედან მხოლოდ ეხება იმ უნივერსიტეტებს რომლებიც ლიცენზიის ქუთქვეში იყვნენ ხსენით მეორე ვერსია ეხება იმას ვიც ლიცენზია არ ქონდა მაგრამ სტუდენტმა დასრულების პერიოდში უკვე ლიცენზირებულ უნივერსიტეტში დაასრულა და პირიქით როცა დაიწყო ლიცენზირებულში და სავარაუდოდ დაკარგა უნივერსიტეტმა უღიარებთ იმიტომ რომ ინტერესები არ იყოს დარღვეული ამ სასამართლო გადაწყვეტილებებში სასახად გვაქვს მითითებული ამიტომ მხოლოდ ამ ნაწილზე ეხება რა თქმა უნდა თქვენ გახსოვთ როგორი ქაოსური მდგომარეობა იყო ამ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით რა რაოდენობის უნივერსიტეტი ყველა ლიცენზიის ქუთქვეში იყო პრაქტიკულად სოკოებივით იყო რა თქმა უნდა ეს ეტაპობრივად მოხდა და დღეს არსებული 64 უნივერსიტეტის რომელზეც გვაკრიტიკებენ რომ დიდი რაოდენობის უნივერსიტეტები ეს არის წარმოუდგენლად წლობით განმავლობაში შრომის შედეგი რომ ამ რაოდენობაზე ალაპარაკი სტანდარტებთან დაკავშირებით აქედან იცით რომ 19-ია სახელმწიფო უნივერსიტეტი ხოლო დანარჩენი გახლავთ კერძო ნაწილი რომლებიც ყველა ერთი და იგივე სტანდარტის ქვეშ არის და ყოველწლიურად ვცდილობთ რომ ეს სტანდარტები კიდევ უფრო გავამკაცროთ აი იმ კომპონენტის უნივერსიტეტებს ეხებოდა აქედან მხოლოდ დიდი მადლობა ბატონო ზვიად. ახლა თუ შეგვიძლია რომ მესამე საკითხზე გადავიდეთ და მე უკვე ერთად უყაროთ კენჭი მეორე და მესამე საკითხს. განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე გთხოვთ წარმოგვიდგინოთ. აქ საუბარი არის ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ზოგად საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის განისაზღვრება ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა და აღარ გვინდა რომ ის შეიზღუდოს არაუმეტეს 60 დღიანი პერიოდისა ანუ გულისხმობთ იმ ნაწილს ეხლა ვეხები მხოლოდ იმ კონკრეტულ ნაწილს და მე სკოლების ნაწილზე გადავალ რა თქმა უნდა ჩანაწერის მიხედვით თქვენ იცით რომ იქ გაწერილი იყო პერიოდები და შესაბამისად გვინდა რომ უფრო მეტი თავისუფლება კონდეს თქვა სამინისტროს და შესაბამისად ეკეს იმისათვის რომ გონივრული ვადის ფარგლებში გარკვეული ტიპის კორექტირებები მოვახდინოთ ეს არის წარმოდგენილი რედაქციით საკითხზე გავაკეთებთ თუ შეიძლება კომენტარს მოგეხსენებათ რომ განათლების კომიტეტის უმრავლესობის ფორმატით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მათ შორის ხარისხის ცენტრთანაც და შემოთავაზება არის რომ ეს 60 დღიანი ვადა კანონიდან არ გავიტანოთ ანუ უცვლელად დარჩეს მაგრამ ავტორიზაციის საბჭოებს მივცეთ უფლებამოსილება რომ ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ დამატებით კიდევ 60 დღიანი ვადა ასევე მიზანშეწონილია თითოეული საგანმანათლებლო საფეხურისთვის დებულებით განისაზღვროს ხარვეზის გამოსწორების მაქსიმალური ვადა იმისათვის რომ ერთის მხრივ იყოს მოქნილობა თუმცა კანონიდან ეს პროცესი არ გავიტანოთ გასაგებია აქ მოგეხსენებათ რომ ტექნიკურ საკითხია საუბარი ვადებთან დაკავშირებით ჩვენი ამოცანა ერთი მხრივ რა თქმა უნდა რომ საუკეთესო ინტერესებიდან გამოვიდეს და ვთქვათ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებები არ დავაზარალოთ მეორეა რომ უსასრულოდ არ გაიწელოს ეს პროცედურა და გარკვეული ტიპის ბიუროკრატიული ბარიერებიდან გამომდინარე ეს ვადები უსასრულოდ არ გაგრძელებულიყო ამიტომ მქონდა ეს შემოთავაზება თუმცა ჩვენთვის ეს სავსებით მისაღებია ანუ ასეთი ტიპის დაზუსტებას შევძლებთ მადლობა
მეორე ნაწილი ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, გულისხმობთ ზოგადი განათლების ფარგლებში უცხოელში მიღებული განათლების აღიარების საკითხს. ოღონდ ერთი დაზუსტება გვინდა გავაკეთოთ, აქ საუბარი არ არის ატესტატების აღიარების საკითხზე, რომელიც იცით თქვენ რომ ეკეს კუთქვეშ არის ასე ვთქვათ, აქ საუბარი არის სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარებას ნიშნებზეა საუბარი, ხო? ანუ იმ პერიოდში, როდესაც არ დაუმთავრებია მოსწავლეს შესაბამისი სკოლა, ვთქვათ, შუალედში აპირებს გადმოსვლას და შესაბამისად პროცედურა დღეს არსებული გახლავთ შემდეგი, ის მიმართავს შესაბამის სკოლას იმისათვის რომ მოხდეს აღიარება გარკვეული ტიპის ნიშნებისა, შემდეგ ეს იგზავნება ფორმალურ ნაწილში, სხვათა შორის და ეს ფორმალობის აღმოფხრას ვცდილობთ ახლა ეკეში, გულისხმობთ ხარისხის განვითარების ცენტრში, პრეტენდენტი იხდის მოსაკრებელს და ამის სტატისტიკაც გვაქვს, რა თქმა უნდა, ანუ ვახდევინებთ ჩვენ მოსაკრებელს, არის დაჩქარებული ვადები და შესაბამისი ერთთვიანი ვადა, უფრო მოკლე ვადები და ასე შემდეგ, დაახლოებით ეს არის 40 ლარიდან თქვათ ადის 250 ლარამდე, თუმცა ხა სტატისტიკურად ეს დიდი ციფრები არ არის, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე პრაქტიკულად ეკე ფორმალურ დონეზე აკეთებს ამის გადამოწმებას და შემდეგ უკვე მაინც სკოლა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ გაუმარტივოთ არა მარტო თქვათ იგივე ფორმალური მომენტი, არამედ გავამარტივოთ ფინანსური ნაწილიც, ანუ გავხადოთ შესაბამისად ეს პროცედურა უფასო და სრულად დელეგირება მოვახდინოთ იმისა, რაც ისედაც პრაქტიკულად სკოლებზეა ეს დელეგირებული, მოხდება მათი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისი საგნების დადარება და იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი ასაკიდან გამომდინარე იმავე კლასში მოახდინოს სწავლის გაგრძელება. იქ არის გამონაკლისები იმ შემთხვევაში, თუ თქვათ რაღაც ტიპის საგნების დადარება ხდება, შეიძლება ექსტერნის ნაწილში იყოს, შეიძლება დამატებითი საგნები იყოს, ინდივიდუალური გრაფიკით განსაზღვრული. ანუ თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი არის მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც სრულ თანხმედრაშია საქართველოს კონსტიტუციასთანაც, ზოგადი განათლების შესახებ კანონთანაც და რა თქმა უნდა შიდა ნორმატიულ აქტებთანაც. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონ რიმას აქვს შეკითხვა. ძალიან პატარა შეკითხვა, ბატონოსვიათ, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან პრაქტიკაში გვხვდება ჩვენ რომ ძალიან ბევრი ბავშვი, რომელიც ემიგრაციაში დაიბადა და გაიზარდა, შემდეგ ბრუნდება საქართველოში და ორი შეკითხვა მაქვს. ეს კანონი განხორციელდება ნებისმიერ საფეხურზე, თავისთავად ცხადია. ძალიან კარგია ის, რომ ფინანსური ნაწილი ამ კუთხით თქვენ მოხსენით და მაინტერესებს ის, რომ ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა არის ენობრივი ბარიერი, რადგან ბავშვი დაბადებულია საზღვარგარეთ, ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში, მხოლოდ დიასპორით აქვს ქართული ენა და ოჯახური განათლებით მიღებული ქართული ენის სწავლება და მას ძალიან დაბალ საფეხურზე აქვს. ეს ცოდნა ამ შემთხვევაში როგორი მიდგომა აქვს სამინისტროს და ხარისხის განვითარების ცენტრს. რა თქმა უნდა, წარმოდგენილი ცვლილებები ამ ნაწილს არ ეხება იმ პროცედურით, როგორიც დღეს არის ქართულ ენასთან დაკავშირებით და სწავლების ნაწილში ჩვეულებრივ გრძელდება თავისთავად. ჩვენ არ ვანსხვავებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ეთნიკურ ქართველებს და შესაბამისად უცხოელებსაც. თქვენ იცით, რომ არსებობს პროგრამები, რომლებიც ქართულენოვანიც არ არის, არის უკრაინის მიმართულება გუში მქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით, აჭარაშიც გვაქვს მსგავსი ტიპის სკოლები. რა თქმა უნდა, ყველა გაგრძელდება როგორც არის, პირიქით ჩვენ მაქსიმალურად ვაძლევთ საშუალებას, რომ გავათანაბროთ როგორც ეთნიკური ქართველები, ისევე საქართველოს მოქალაქეების ან მქონე პირები, ან ეთნიკურად უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თუ ისინი გადაწყვეტენ საქართველოში სწავლებას, ისინი სტანდარტულად შეძლებენ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე. პრაქტიკულად ჩვენ ამითი ერთი ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერი აღმოვხვერით და ფინანსურადაც გავუადვილეთ, ასევე გავაადვილეთ ეს ყველაფერი დროში, რადგან რა თქმა უნდა, გადაგზავნა, გადმოგზავნას და შესაბამის პროცედურას ეკეში დრო ჭირდებოდა. მადლობა, ქალბატონ ლიკა და ქალბატონი ტატა. აი, ერთი პატარა საკითხის დაზუსტება მინდა, რა მექანიზმები არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად მშობელი არ ეთანხმება სკოლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ამაში? მე უფრო საკითხის წამოჭრა მინდა, რადგან ზოგად განათლებას ვეხებით. ისევ მინდა რომ დაუბრუნდო მე-14 სკოლის საკითხს და მე დავინახე რომ ქალბატონი თამარიც აქ არის. ნაძალადევის მე-14 სკოლა, რომელშიც 25 მარტის შემდეგ. ანუ ზოგადად ეს სკოლა დაკეტილია უკვე 4 წელია. შენობა ვერ აშენდა. ხან ტენდერის გამოუცხადებლობა, ხან რასი მიზეზებენ, ანუ ბავშვები დაყავთ 54 საჯარო სკოლაში. მშობლებს და 25 მარტის შემდეგ მათ შეწყვეტილი აქვთ სასწავლო პროცესი.
არიან აპროტესტებენ ამ მდგომარეობას და ითხოვენ ალტერნატიულ ფარტს, სასკოლო ფარტს, სადაც შეძლებენ, რომ პირველ სმენაში გეოგრაფიული მდებარეობითაც ნორმალური მისადგომ ადგილას ატარებენ საკუთარ შვილებს და დაუბრუნდებიან ნორმალურ განათლების პროცესს. ვერ მიიღეს პასუხები დღემდე ჩვენ წინა კომიტეტზე ვისაუბრეთ ამაზე და ქალბატონმა თამარმა მითხრა რომ მათ ესაუბრდნენ და უკვე დასრულებული იყო პრობლემა, თუმცა დღეს დღევანდელი ინფორმაციით ისევ ეს ადამიანები აპროტესტებენ, ისევ ბავშვები მოწყვეტილები არიან განათლების პროცესს, იგივე მდგომარეობა არის საგარეჯოს მანავის მეორე სკოლაში, გუშინ ნახავდით ალბათ მედია საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია. აქაც ძალიან მძიმე მდგომარეობა არის 3 წლის განმავლობაში. ბავშვები ითხოვენ სასკოლო შენობას იმისთვის, რომ შეძლონ განათლების პროცესის ნორმალური ჩატარება, იმიტომ რომ 17 კილომეტრში უწევთ ბავშვებს წასვლა იმისთვის, რომ განათლება მიიღონ. აი ეს ფუნდამენტური პრობლემები აწუხებთ ჩვენს მოსწავლეებს და ჩვენს ახალგაზრდებს. დიდი მადლობა. ერთი უბრალოდ პროცედურას შეგახსენებთ, რომ პირველ რიგში, როცა საკითხის განხილვა გვაქვს, განვიხილავთ საკითხს კითხვების და დაზუსტებების შესაბამისად არის და დასრულების შემდგომ არის ხოლმე შესაძლებლობა რადგანაც ამას განვიხილავთ, კენჭისყრის მერე დასრულებამდე შეგიძლიათ ხოლმე რომ დამატებით საკითხი წარმოადგინოთ, ეს უბრალოდ დასაწყისშივე ხდება ხოლმე, თუმცა მოგეცით შესაძლებლობა რომ დაგეფიქსირებინათ, რაც ასევე კომიტეტზე გქონდა და ვფიქრობ რომ სრული პასუხი მიიღეთ, თუმცა ქალბატონ თამარის აკყოფნით ვისარგებლებ და მას მივცემთ შესაძლებლობას უბრალოდ პირველ რიგში საკითხს რაც ეხება იმასთან დაკავშირებით, ასევე მადლობა მინდა გადაგეხადოთ ამ საკითხის დაყენებისთვის, ვინაიდან ჩვენს გქონდა რეკომენდაციები ხარისხის ცენტრთან, რომ კლასიდან კლასში გადასვლაზე ყოფილიყო ნაკლები ბიუროკრატია, თანხის განულებაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება და ვფიქრობ რომ ხარისხი ამით ძალიან დიდ შემოსავალს არ დაკარგავს ისე რომ ფინანსთა სამინისტროს არ გავანაწყენოთ. ამიტომ გიდასტურებთ ქალბატონ მარიამ იმასთან დაკავშირებით რომ ფინანსური რა თქმა უნდა ჩვენ დათვლილი გვაქვს ყველაფერი, ანუ სტატისტიკურადაც არის საკმაოდ დაბალი ციფრი გულისხმობ მოსაკრებლების ნაწილში და პირიქით ჩვენ ვფიქრობთ რომ ამ ნაწილში მოხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოთავისუფლება და იმ რესურსის მიმართვა დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით და ციფრებში დაახლოებით 80-დან 100,000 ლარამდეა ის შემოსავალი, რომელიც ამ პროცედურებში იღებს საქართველოს ბიუჯეტი და გამოთავისუფლებული კადრები დაახლოებით როგორც დავთვალეთ 5 მილიონი ლარის დამატებით შემოსავლის საშუალება იქნება დიპლომების აღიარებიდან გამოთავისუფლებული კადრებით მიღების ნაწილში. ამიტომ ამ ნაწილში ძალიან ვამაყობთ, გულისხმობთ, რომ ფინანსურ ნაწილში ძალიან სწორად ვიქცევით. რაც შეეხება ქალბატონი ლიკას შეკითხვას, ვადასტურებთ, რა თქმა უნდა, რომ ეს თქვენი რეკომენდაციის გათვალისწინება თავისთავად გასაგებია, რომ ყველაფერი ის, რასაც პარლამენტი რეკომენდაციის სახით მაქსიმალურად ცდილობს აღმასრულებელი ხელისუფლება, რომ შესაძლებლობის ფარგლებში შესაბამის დროს გაითვალისწინოს და ვადასტურებთ, რომ ეს ასეა და შესაბამისად ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ქალბატონ ლიკას შეკითხვას რაც შეეხება, პასუხი მე მგონი ძალიან ზუსტი და ნათელი იქნება. ასაკობრივი ნაწილი თქვენ იცით, რომ კანონი ავალდებულებს, რომ იგივე ასაკობრივ ზღვარში დასვას, მაგრამ თუ რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას მშობელი არ ეთანხმება, არსებობს პროცედურა სასამართლოში გასაჩივრების და ამის უფლებას არავინ არ უზღუდავს, რა თქმა უნდა, მშობელს, როგორც მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო ის ნაწილი, პირველი ნაწილი თუ თქვათ, რაიმე ტიპის იგივე საგანთან დაკავშირებული პრობლემაა, შეუძლია ექსტერნად გაატაროს, ან შეუძლია დამატებითი ტიპის დატვირთვა ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით მოხდეს და ამ ნაწილში არ გონია, რომ რაიმე ტიპის შეფერხება ან პრობლემა იყოს. მადლობა დიდი, მაშინ მოდით კენჭისყრაზე დავაყენებ და შემდგომ უკვე მივცემ საშუალებას ქალბატონ თამარს. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით გთხოვთ მხარდაჭერას. მადლობა და მესამე საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისი თამდევი ხარისხის განვითარების შესახებ კანონში ცვლილების შეტანაზე იმ დათქმით, რომ გათვალისწინებული იქნება ეს ცვლილებები. გთხოვთ დიდი მადლობა. ახლა ქალბატონ, რადგან ეს დამატებით საკითხია, გთხოვთ ქალბატონ თამარ. ვისარგებლოთ ქალბატონ თამარის აკყოფნით. მადლობა კოლეგებო ამ შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში ქალბატონთა და
თუ პასუხი გაინტერესებთ, გაგცემთ ახლა პასუხს. თუ იმისთვის არის როგორც ამის წინ და მისთვის შეკითხვა და ჩემი პასუხი არ ქონდა და ქარდად გამოიტანეთ და ვიდეო დადეთ, როგორ დასვით კითხვები ბაღების ინფრასტრუქტურასთან და სკოლების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, მაშინ პასუხი საინტერესო არ არის თქვენთვის. ეს მისია უკვე შეასრულეთ და კიდე ახალ ქარდს ან ვიდეოს უნდა ველოდოთ. ჩემი ტექსტი არ იყო იქ პასუხი. მარტო თქვენი შეკითხვა იყო და თქვენი ესე ვთქვათ შეფასება. ამიტომ პასუხი კოლეგებს აინტერესებთ. მე-14 სკოლასთან დაკავშირებით მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ყველანაირი კომუნიკაცია მშობლებთანაც, სასკოლო საზოგადოებასთანაც უფრო მეტიც 2026 წლის ინფრასტრუქტურის პრიორიტეტებთან დაკავშირებით ყველა სკოლას აქვს მიწოდებული და ყველა სკოლა მიცის 26 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროსგან რა სია გადაეცა პრიორიტეტული, ანუ რის იმშენებლობა რეაბილიტაციები უნდა დაიწყოს, ასევე ყველა სკოლას აქვს ინფორმაცია მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეა, რა სტატუსით არის დღეს წარმოდგენილი. კონკრეტულად მე-14 სკოლასთან გეტყვით, რომ მაისის თვეში იგეგმება პროექტირების დასრულება, რა ინფორმაციაც გვაქვს ჩვენ და რაც რა თქმა უნდა მყისიერად გადავეცით სკოლას. ეს არის ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაცია. დეტალებზე გესაუბრებით, იმიტომ რომ მე-14 სკოლასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ მასთან დაკავშირებით გვაქვს თითოეულ სკოლასთან დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურისგან. ამიტომ ლოგიკური და ბუნებრივია უკვე თქვენც ხვდებით და ეს რა თქმა უნდა დოკუმენტურადაც დასტურდება, რომ სკოლას აქვს ინფორმაცია, მან იცის შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს და ეს დაინტერესებული პირები ის რომ თუნდაც ჩვენ დღეს გვაქვს სკოლები, სადაც თავის სკოლაში ვერ სწავლობენ ბავშვები ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ვიცით ამას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც ამის წინ ვთქვი, ვაღიარებთ და ვმუშაობთ და ვმოქმედებთ, არა მხოლოდ ვიცით და ვაღიარებთ, რომ გვაქვს, არამედ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვმოქმედებთ. უწევთ შესაბამისად ბავშვებს სხვა სკოლაში სიარული, რაც შეეხება მანავის თემას, თქვენ რომ ბრძანებთ 17 კილომეტრში დადიანო, 17 კილომეტრის საკითხს მე აუცილებლად გადავამოწმებ, იმიტომ რომ ჩვენ როგორც წესი როდესაც ინფრასტრუქტურას ვაწარმოებთ და ინფრასტრუქტურული საქმიანობები მიმდინარეობს, აღებულია 5 მაქსიმუმ 10 კილომეტრი, იმასაც კი უყურებთ ჩვენ, რომ არის თუ არა იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მიღწევადობა. გვაქვს ხოლმე კი ასეთი ტიპის გამოწვევები, სადაც ფიზიკურად არ არის გიპასუხებ თუ შეიძლება. ესე იგი, ბაღთან დაკავშირებით იცით რომ ბაღი მე არ უნდა მკითხოთ, მაგრამ ამის წინაც მკითხეთ და ბაღზე გედოთ სხვათა შორის ის ვიდეო თუ არ მე მგონი სწორად მახსოვს. არა და ისე რომ ვიცოდეთ, განათლების სამინისტროს ბაღი არ ეხება, ისე რომ იცოდეთ ჩემგან. მაგრამ თუ გნებავთ გიპასუხებ თუ ეს ავტორიზაციას ან ხარისხის უზრუნველყოფას ეხება, ეს უკვე ჩვენი თემა ნამდვილად. ინფრასტრუქტურა ჩვენ არ გვეხება, არც გვეხებოდა არასდროს ეს ინფორმაციისთვის. აქედან გამომდინარე, რაც ბაღის ინფრასტრუქტურა, განათლების თქვენ ახლა ბაღი ახსენეთ, განათლების სამინისტროს არ ეხება. რაც შეეხება სკოლას და კიდევ ერთხელ მე-14 სკოლასთან დაკავშირებით გაგეცით პასუხი, რომ გვაქვს ინფორმაცია და შესაბამისად ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენს ვაგრძელებთ. ჩვენი მთავარი მიზანი რა არის, რომ მოვახერხოთ და ვნახოთ შესაბამისი ფართი, რომ ერთ სვლაში იყვნენ ბავშვები და იყვნენ პირველ სვლაში. სულ არა გვაქვს არანაირი სურვილი, რომ მეორე სვლაში ან მესამე სვლაში იარონ ბავშვებმა. რატო უნდა გქონდეს ამის სურვილი? შესაბამისად, არ დამისრულებია. შესაბამისად, მიმდინარეობს ფართის მოძიება, მათ შორის მე-14 სკოლის კონტინგენტისთვის, რომ მოვახერხოთ, ვნახოთ შესაბამისი ფართი იმისათვის, რომ და უკვე წინ გადადგმული გვაქვს ამ მიმართულებით ჩვენ ნაბიჯები იმისათვის, რომ მოვახერხოთ და არ ვატაროთ ბავშვები და იყოს ახლოს შესაბამისად მათთვის მოსახერხებელ ადგილზე და მით უმეტეს იყოს პირველ სვლაში. ეხლა ეს ჩვენთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი მე-14 სკოლასთან დაკავშირებითაც და სხვა სკოლებთან დაკავშირებითაც. მადლობა. უბრალოდ ერთ დაზუსტებას ვიტყვი რა. ძალიან კარგია, რომ იცით ამის შესახებ, თუმცა 25 მარტის შემდეგ განათლების პროცესი ამ ბავშვებს აქვთ შეწყვეტილი. ვინმე მივიდა ამ მშობლებთან, ესაუბრა? რამით ინფორმაცია რომ შეწყვეტილი აქვს ბავშვებს, არ არის სწორი ინფორმაცია. მე იმედი მაქვს, რომ ნახეთ, დღეს ვესაუბრე მშობელს ერთ-ერთს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენ არ ვატარებთ ბავშვებს დღემდე სკოლაში, 25 მარტიდან თემქის სკოლაში არ დადიან ბავშვები, არ იღებენ მონაწილეობას განათლების პროცესში. ამაზე კითხვას არ სვავს არც ერთი თქვენს მიერ დასახელებული რგოლი, საბჭოები რო გაქვთ. როგორ ფიქრობთ, რა საბჭოებზე მესაუბრებთ? არა, ზოგადად ინფრასტრუქტურის შემსწავლელი კომისია ყავთ,
და ასევე სხვადასხვა კომისიები ხო? ანუ რგოლები არის. და ინფრასტრუქტურის შემდგომა კომისიამ უნდა დასვას კითხვათ ბავშვები დადიან თუ არა? ინფრასტრუქტურის შემსწავლებლმა კომისიამ უნდა დასვას. გაგცემთ პასუხს, ჩვენი თემაა ეს. წელი რატომ ვერ აშენდა მე-14 ეს სხვა სკოლის თემაა. შენობა, რომელიც 22 წელს და 23 წელს უნდა აშენებული. კარგით. მოკლედ, რაც შეეხება ბავშვების სიარულს სკოლაში, კიდევ ერთხელ ეს ან არ გაქვთ ინფორმაცია, ან გნებავთ რომ ასე წარმოაჩინოთ, ეს არ ვიცი როგორ არის. რა თქმა უნდა, იქ არიან, ალბათ არიან ბავშვები და გვაქვს ჩვენ ეს ინფორმაცია, რომელთა მშობლებს ვიდრე არ მოწესრიგდება საკითხი, რომ ინახოს შესაბამისი ფართი და ბავშვები იყვნენ პირველ ცვლაში, აქვთ ესეთი მიდგომა საკითხისადმი და მაგ მშობლებს კი არა, ჩვენც ასე გვინდა თქო, ამას გიდასტურებთ, რომ ნახოთ ის ფართი და ის შესაძლებლობა, რომ ბავშვები არ იყვნენ მეორე ცვლაში, მაგრამ ის რომ სასწავლო პროცესი ჩაშლილია და ეგ ბავშვები სკოლაში არ დადიან, ამას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. მე არ მithქვამს, რომ სასწავლო პროცესი ჩაშლილია. მე ვთქვი, რომ კონკრეტული ბავშვები, რომლებიც ირიცხებიან მე-14 სკოლის მოსწავლეებად, ისინი არ დადიან და არ გადიან სწავლის პროცესს 25 მარტის შემდეგ. იმისთვის რომ ჩვენ უფრო ნათელი გავხადოთ ეს ყველაფერი, მე შემიძლია დღეს თუ გნებავთ, წამობრძანდით და ერთად შევხვდეთ მე-14 სკოლის იმ მშობლებს, რომლებიც აპროტესტებენ, რომ 5 წელია სკოლა ვერ აშენდა და რომლებიც არ ატარებენ საკუთარ შვილებს კონკრეტულ 54 საჯარო სკოლაში, რომელიც არის თემქაზე განთავსებული. ჩვენ შეხვდეთ კი არა, არაერთი წარმომადგენელი შეხვდა, მინისტრები შეხვდნენ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შეხვდა, სამინისტროც შეხვდა. გვაქვს ჩვენ მათთან მუდმივი კომუნიკაცია, მაგრამ ის რომ თქვენ იცით კონკრეტული მშობელი, რომელიც ამის გამო არ ატარებს, ახლა ამაზე თუ მესაუბრებით თქვენ, მე პასუხობთ აქედან, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, სასწავლო პროცესი ჩაშლილი არ არის. კონკრეტულ პირზე, კონკრეტულ მშობელზე, რომელიც ელოდება და ბავშვი არ მიყავს სკოლაში, იმიტომ რომ თუ არ ვნახეთ ალტერნატიული ფართი, თქვენ ამაზე მესაუბრებით და მე გესაუბრებთ, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. შესაძლებელია კონკრეტულ დღეს, კონკრეტული ბავშვი აცდენდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ მაგრამ თუ თემა, რაზეც ახლა თქვენ დაიწყეთ საუბარი, მტკივნეული თემა რაც არის, მოდი იმას დაუბრუნდეთ, ხო? მე-14 სკოლასთან დაკავშირებსაც გაჭიანურებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ვსაუბრობთ, პასუხი გაგეცით, რომ ყველა დეტალური ინფორმაცია არის მიწოდებული ინფრასტრუქტურისგან, მაისის თვეში რა აქვს განსახორციელებელი მე-14 სკოლასთან დაკავშირებით, რას აპირებს, ამ დონეზეც კი აქვთ ინფორმაცია სასკოლო საზოგადოებას. მადლობა. დიდი მადლობა. ამით კომიტეტის სხდომა დასრულებულია. დიდი მადლობა.